ამა მიყურე რა ფერზე ფიქრობ მითხარი. რა ფერზე ვფიქრობ? არა, რა ფერზე ვფიქრობ თუნდა აგიხსნი რა. არა, მაგრამ ლაპარაკები გვაქვს მაგაზე. რომ ორი ყველაზე თესლი ფერი რა არის, ხო იცი? ოკეი. რა არის? ეხლა შენ დააყენებ ან შავს, ან წითელს, ან ლურჯს. მე დავაყენებ ლურჯისა და წითლის ნაზავს. ოღონდ ცოტა გემოვნებიანს. მაიცა, ამას. ლურჯი და წითელი. ეს არის ინდიგო. მადლობა. გამარჯობა მეგობრებო, ეს რა გაიჩიტას მეორე ეპიზოდი არის ჩვენთან. ეს ვინ გაიჩიტა? ეს ვინ გაიჩიტა და ჩვენთან ბასტო გაიჩიტა. სალამი ბასტო. დაახლოებით 2 საათნახევარია ვლაპარაკობს და ეხა ჩამომართვა ხელი. ჩვენ უკვე 1-2 პოდკასტის ოდენა საუბრობთ. მე დავიცალე და ეხა შენ მიხედე საუბრობს. მაგრამ ეს რატო არის აქ რომ ამიხსნა თუ შეიძლება? ეს არის დღეს გადავწყვიტე ეს შემომეტანა AI-ის თვალით დანახული შენი არხი რა და კიდე სხვა YouTuber-ებზეც მაგ ვიზეც ვისაუბრებთ. AI-ის დავავალე რომ ეხა საით YouTube არხის ლინკს გამოგიგზავნით თქო და შენი აზრით ყველა ვიდეოს თემატიკას გადახედეთ თქო და როგორც დაინახავ თქო სტილისტიკას აი ეგრე დამიხატე კარიკატურა თქო და დამიხატა ეს. ეს ბასტო ფანტასტო. კი ბატონო. მაგრამ მქონდა ყავის ფრად ეგ პერიოდია, ხო? თუმცა მქონდა ყავის ფრად. მაგრამ მაისურისფერი გაარტყა. მაგრამ მის ხო შენი საყვარელი ფერი რომელია? საყვარელი ფერი არა, ყველაზე თესლი ფერი რომელი არის წითელი. წითელი. მაგაზე უნდა ეგ შემახსენე რომ მობილოსთან ჩავიწერ, ნოუთებს ვწერ ხოლმე, რაღაც საინტერესო თემა რომ მეჭდება, რომ ვიპაზრო ხოლმე რა და ეხლა ახალ ვიდეოსთვის ვაგროვებ და ეს გამახსენე რომ ამ წითელი რატო ყველაზე მაგარი ფერი უნდა აუხსნას. შენ იჩები ხოლმე მაგას? ხო. მე სხვას ვაწერინებ და სალომე ჩაიწერე ეგ მე გავახსენოთ. ჩემით ვერ ვიმახსოვრებ ეგეთ რაღაცებს. მეც ვერ ვიმახსოვრებ, რომ ვიწერ მაგით. ძალიან ბევრი, იცი რამდენი იდეა მქონდა პოდკასტში, აი პირველი 10-ის ეპიზოდის მერე რამდენი რაღაცა უნდა დამიმატებინა და ყველა გამიქცა ბავშვი. გაგექცევა კიდე 1 მილიონი ნახევარჯერ და მე მივხვდები რომ არ ღირს გაგექცეს და ხევაში იმას რომ ჩაიწერო. ეს აი შენ რო დაგირეკე, ნახევარი საათით ადრე დავიწყე ამების გაკეთება რა თუ 1 საათით ადრე, იმიტომ რომ მაგამდე ძალიან ბევრი სხვა იდეა მქონდა. მქონდა ნარდის თამაში. ნარდი მაგარი სპორტია. ხო და მაგას შემოვიღე. ჭიდავი, ანუ ეს რომ მაგიდან რო გავწევ და რო ვიჭიდავ. ხო, აი და PlayStation-ზე ხო გითხარი PlayStation-ის თამაშის მქონდა თან საუბარი რა. ეგ უფრო შემოვიღე. ეგ წინასწარ დაურეკე ხოლმე რომ აი კითხე ხა მე PlayStation-ის თამაში და თან საუბარი არის ჩემთვის შეუძლებელი, ანუ მირჩევნია რომ არ ვიცი რა. ბევრი სხვა ახ YouTube ლიგა გავაკეთო, მირჩევნია ეხა 1 საათში უფრო მარტივად გავაკეთებ, ვიდრე PlayStation-ი ვითამაშო. და თან ვილაპარაკო, ოღონდ სხვა რამეზე, გარდა იმაზე იქ რაც ხდება. როგორც კი სხვა რამეზე დავიწყებ საუბარს, ჩემი ხარაქტერი დადებილდება. ვერაფერს ვეღარ გააკეთე. ზედმეტად აზარტული ხარ, ხო? ვიდეოებს რო უყურებ, ბოლომდე შიგნით ეფლობი ხოლმე, რომ რაღაც ეგ აზარტი მეხმარება, რომ რაღაცა თუ არ გამომდის, მინდა რომ გამომიყო ანუ მალეკენი რაღაცა ძალიან ისე ხარ შიგნით შესული რა. ძალიან აზარტული ვარ. აზარტი მაგარი რაღაცა რა მოაქვს რომ რამე. მაგიტო ვერ იმოშევი ხოლმე, ვერ იმახსოვრებ გარიდან სიტყვებს ხო, როცა თამაშობ, სულ კონცენტრირებული ხარ მაგაზე. კონცენტრირებული ვარ, უყურე ოღონდ მე ფანტება კონცენტრირება, აი უყურე წკაპ. თამაშის დროს არის ვარ ყველაზე კონცენტრირებული. თამაშის დროს ყველაზე კონცენტრირებული. მაგრამ მაინც წამლებზე ვარ რა. მართლა კონცენტრაციის წამლებზე ვარ რა. კონცენტრაციის კი არა. აი ADHD ყურად გაფანტულობა რაც არის. ომეგა-3. არა, ომეგა-3 ცოტა სხვანაირად მოქმედებს ჩემზე. არ მომწონს მირჩევნია თევზი უნებრივად მივიღო რაღაცა ომეგა-3 რაც არის, მაგრამ ის რომ 6 თვეში ერთხელ რაღაცა პრეპარატულ მკურნალობაზე ვარ, რომელიც უბრალოდ რომ აი რაღაცაზე ფოკუსი შემეძლოს, მე ბევრი არ შეიძლება თან ეგ რაღაცა რა. სხვათა შორის ეგ ფოკუსირების პრობლემები გამოდის ღამეებს როცა ათენებ რა, მე დამიწყო სამსახურში სხვათა შორის. ღამეებს ვათენებ, ჩემზე რომ იყოს ეგ დამოკიდებული, ეხაც მეძინებ. ანუ ძილი მაგრა ასწორებს, მაგრამ დაძინება არის ურთულესი. აი ერთი რაღაც თუ მაქვს საფიქრალი, აი მაგალითად კიტრის გათლაზე თუ ფიქრობ, შანსი არაა დამეძინოს, აი ორი ღამე რომ მქონდეს გათენებული. ეგ ხო, მაგრამ დაჟე კიდე გაგადაო რა მემართება ხოლმე, იცი? იმდენად ეგზოტიკურია ჩემთვის ძილი დაძინება, რომ ესე ხო დავწები და ძილისკენ რომ მივდივარ, რომ უნდა ჩამეძინოს, ვა, მეძინება და მეღვიძება მე რა. ანუ მიხარია და უხთ კიდები რომ მეძინება, ანუ ხო არის რომ ძილის პროცესში რომ ვეღარ გზნობს ხელს კარგად, რომ ხელს რომ გააკეთე და ცოტა რომ აღარ გემორჩილება, ვა, ახლა მეთქი ძილი და
მეღვიძე ხო არ ხტები აი ვიძინებ ხო აი ზუსტად რა უი გამოფხიზდი ვიძინებთ და რაღაცეები უი გამოფხიზდი და ეგ გამოფხიზლება სხვა შორის მაგ დრო გადადიხარ ორგანიზმი რო ფხიზლდება მაქედან ისევ ფხიზლდები რა ანუ ომახით თქოს 1-6 საათი მეძინაო და აბა ხო აი ძალიან ისე ხარ მაგრამ ეგ ხო იმაზეც არ არის ძილის შეიძლება ძილში მიდიოდე მაგრამ რა ვიცი რაღაცა უბრალო რაღაცის გამო ფეხი ჩაგივარდა სიზმარში სადღაცა და წამოხტი უცებ რა აი ყველას აქ გამოვლი და ბევრი პრობლემა ბევრი ისა აქ მთელი ღამე არ მე დამეწყო თავინა სამსახურში ვიყავი ეგრე მე თამაშების გამო რა ანუ სამსახურში მიდიოდი უცებ ვახტი კარ მოდიოდი თუ არა ღამის სმენაში ვიყავი კოვიდის დროს ვიყავი კოვიდ ლაბორატორიაში და ღამე შემყავდა რაღაცეები და თან ეგ როგორი თემა არის თუ შეგეშალა ჩათვალე ვიღაცა მიფრინავს იმ საღამოს და შეიძლება კოვიდი დაუდასტურო ხო შემთხვევით შონზიკას დაუდასტურეს ეგრე კოვიდი შეეშალათ ხო მე ურეკავდი მეორე დღეს ა შეხედე რა მოხდა ვიღებდით რაღაცას შონზიკა იყო მთავარ როლში და ესე ვიღებ და უცებ ურეკავს რა ტელეფონი და ეგ შონზიკაც იქ მუშაობდა რაღაც ლაბორატორიაში თუ რაღაცაში რა და დაურეკეს რომ კაროჩე კოვიდი დაგიდასტურდაო რა კოვიდი გაქვს იქ სულ ტესტა ყოველდღე იტესტებოდნენ 3 დღეში ერთხელ იყო ჩვენ ხო რა და გაქრა გახდა გაჩედა დაჭკნა მოკვდა იმენა ვაიმე კოვიდი სულად გახდა მართლა რომ გული აუჩი შეეშინდა მაგრა რა მაგას ნანახი ქონდა რომ შემოყავდათ და გაყავდათ რა ცოცხლები უკვე ანელაივ ხალხი გაყავდათ და ჩაიჯო რასაც არ მინდა ესე იყოს შეეშინდა მაგრად რა შეეშინდა მაგრად რა ვაიმეო და ზის და თან ვინდა დავამთავროთ გადაღება შუა პროცესი და ვერ იმაშვება რა ეგ რაც იმართება დაურეკეს მე 1 საათში თავიდან რომ კაროჩეო დაიკიდეო შეგვეშალა შემთხვევით ხო და იქ როგორი იყო იცი სხვებს მოსuliათ რომ აი წარმოგე ეუნები რომ შენ დილის პირველზე გექნება რა იქ პასუხი და 4-ზე ფრენა აქვს და შემთხვევით იქ მარტო რომ პირადი ნომერი როში ყავდა იქ იყო ირჩევდი დადებითია უარყოფითია რა სო მეტი არაფერი არ იყო ამ კლიკებში ხა 600 ტესტი როში ყავს შეიძლება უცებ დადებითს მიაჭრო ან უარყოფითა რომ უყო თან გვერდზე კომპიუტერში იყო გახსნილი ხო ეგრე შეგეძლო ხო ყველა დადებით ეგრე მიყოლება და კეთილსინდისიერი ადამიანებს რა მარტივია სამყაროში ქაოსის გამოწვევა ეს დადებითი აი შეხედე ვიღაცა რო არ გევასება და რო შემოშევა შო ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენ მაგით ხო და აი დაჟე 1-2 იჩიულა მახსოვს რომ შემთხვევით დადებითი მიუწერეს და მე კი მალევე დაურეკეს რომ არა მაგრამ იმის ჩასწორებას დრო ჭირდება რა ანუ უნდა მიიწერო Nike-ის გვერდზე ეგრე მეც გიჩიულებდით Nike-ის გვერდზე უნდა მიიწერო და 1-2-3 დღე ჭირდება და ვერ გაფრენი რა მაგის გამო რა აი ტესტი ხო უნდა წარადგინო ვერ წარადგინა და აი ძალიან ისეთი იყო რომ ვერ იძინებდი რა თან ყველაზე ცუდი მანდ იყო ის რომ ტესტი არ გამოდიოდა ეგრევე რაღაც ერთ იტავს რომ შეიყვანეს იყოს 50 მე სანამ საკვლევ აპარატში იდო 1-3 საათი არაფერს არ აკეთებდი რა აი დავდიოდი ფილმებს უყურებდი და აი რომ გეძინება არა მეთქი არ დაიძინო რაღაც მეცე მქონდა რომ სო გეძინება ადექე თავ თმაზე ხელს ვიჭერდი და ვიღვიძებდი რომ მაგირო ძილი მე მომწონს საქმე რო ანუ საქმე რო გაქვს მარტივია ძილი ასაცინებლად რო წვები მე არ რთული ან თორე შეიძლება ესე აი აქ რომ ვიჯდეთ შეიძლება ჩამეძინოს მაგრამ რო დავწვები გავემზადები რაღაც მოკალათდები მე აღარ ვიძინებ ხო და აი მაქინა წამოვიდა რომ ავიკიდე ეგრე მე თამაშები დაემატა დაჟე რა აი ერთხელ რო აგერევა სლოტებს უბერავდი ხო ხო ოღონდ მე იმის სლოტებს უბერავდი რა ქვია PUBG სლოტებს უბერავდი და აბა რატო ვიცი იმიტომ დიდი ხანი ვიბაზრეთ ძალიან თან ხო და ვისა რა ქვია PUBG სლოტებს უბერავდი LOL-ის სლოტებმა იცის შეტრევა მე LOL-ის სლოტებზე ვიჯექი LOL-ის სლოტებს დღე და ღამე შეგიძლია LOL-ის სლოტერი ვარ ეროვნაირ სხვადასხვანაირ სლოტებს ბონუსებს ყიდულობ ხოლმე LOL-ში და რაღაცა ეხა ბექში ხალხი გვიზდის ვიც Mobile Legends-ის სლოტებზე ზიან დღე და ღამე სამსახურშიც კი ვიყავი მე მაგ ეტაპზე სანამ კომპიუტერს ვიყიდე კომპიუტერი როგორც კი ვიხიდა ესე გადავტეხე მობილური LOL-ი გავყიდე ეგრე ხო არა მე LOL-ის მე ადვოკატი ვარ ხოლმე თამაშების რა ეხა counter ნუ აი თამაშია მაგრამ Valorant-ის ტიპი რო ვარ counter-ს ვაძაგებ CS:GO მესის ფანი რო ვარ Ronaldo-ს ვაძაგებ Barca-ს ფანი ვარ Real-ს ვაძაგებ CS:GO და 1-2 კიდე deleted scenes იყო კიდე ეგეთი თამაში იყო counter-ის ხურავდი დათამაშები გაქვს counter დახურული მართლა ვისაც გახსოვს ლეგენდა თამაშია კაროჩი რა ძალიან ეგ არ ვიცი მაგრამ ხო აი 2001 წლის ბაზარია დაახლოებით რა ეს ხა ჩამინამიოკა 2001 წელს გავჩდი სხვათა შორის იმის თქმა დამოვიწყდა ალექსანდრე ვორკი წინაზე ვიდეოში დამიწერა ანანო რომ წამყვავს თქო სანმეო თავის სახელის ჩააკვეხოსო და პირველ ვიდეოში იმდენად სხვაგან ვიყავი რომ რამე არ გამომრჩეს რომ ვაფშე ყველაფერი გამომრჩა რა აი
დასაწყისში არ დაგიდია ხო პირველ რიგში. ეგრევე ავტვი დასაწყისში ამოვჭერი, ეგრევე იწყება, ჩვენი პირველი სტუმარი არის აჩი რა. და მან თუმცა აჩიმ სხვათა შორის კარგი გაცვლა რომ აი მოიწერა. ხო და აი გათვლა ბიჭო რა ის გათვლა რა. რატო აკადრე გათვლა ხო არისო? გოგულწრფელად გააკეთე. ხო კი, მართლა მაინტერესებს. ეგ უთხარი სხვათა შორის. ხო და იმასაზე ხარ რომ გონი რომ გათვლა ქონდა და რაღაცა მე ზურგში დანარჩა არ ტყომდი. სხვათა შორის ეგრეა არ ვფიქრობ რომ აი ხა შე რომ მოგიწვიე, არ მიფიქრია რომ მაგის იქით რა იქნება რა. просто აი ჩავთვალე, მინდა რომ მოვიდეს და ვილაპარაკოთ თქო და ეგ იყო რა. აი შემდეგში რა მექნება არ ვიცი რა. ვის მოვიწვევ, ვაფშე რა იმას დავდო პოდკასტი იქნება კიდე თუ გარე რაღაც ჩელენჯების დაწყება მინდა ეგ იქნება. ეგ საერთოდ არ ვიცი რა. ხო და რაღაც ეს გათვლებით არ დავდივა. просто აი რა გაგისწორდება გააკეთე. ხო, აი თავში რაღაცა ამოანათებს ისე. არავინ არ უნდა იმგდნოს რომ დისკომფორტი გაქვს შენიმე ვიდეოში, თორე დისკომფორტის მომტანია სადისთვისაც. ხო და ხო სხვათა შორის ბერმა დამიწერა ის ხო რა ქვია. ბერმა რომელმა ბერმა დამიწერა. რა ქვია იმას? ბერი ნიკოლოზე ქვია? ხო. ეგ წერს ხო არ ლაპარაკობს. წერს? ანუ მოგწერდა. ნა, ხო, არ ვიცი, ხო და მე რომელი ვიცი, ცი, ძალიან გაფანატებული ვიყავ, კარებთან რო აკითხავენ და ეგ არ არის? ნიკოლოზის ხო არის მგონი, ხო? კარებთან რო აკითხავენ რა. ბერი ნიკოლოზი არა. ხო, კარებთან რო აკითხავენ და აკითხავენ არა რომ მიხვალ არ ხარ და ერთ ეტაპზე მიხვალ და იქ სუ არიან ანუ სუდგან მე ვიცი რომ რაღაც იმეს კონკრეტულ დროს ან მაგის მეზდობლობა არის ძალიან სტრანობა ქვემოდან უმღერიან ხოლმე აი მაგაზე შეგიძლია რომ ქვემოდან უმღერიან და კართან სუ არიან სუ ხალხია და ესე ელოდებიან რაღაცას იქიდან გამოვა რაღაც ესე აუ არ ვიცი რამდენად სუდია მაგრამ მაგ ვიდეოებზე მე ვიხეოდი სიცილით რომ უყურებდი რა სად არის ხალხი ბიჭო ტიპი არის ყველაზე მაგ დღეს ყველაზე მაგარი ინფლუენსერია გაჩენა მაგაზე მაგარი მაგას რო კომუნიტი ყავს მაგას ხოცხალი გამომწერები შენი ფოტო რა მოიღოს და ეს მოკალით დაგვირდავენ უეჭველი დაგვირდავენ ბერონიკოს მე ჩემ თაყვანის წემელი ვარ უბრალოდ არ მცალია თორე მეც ერთი ორჯერ სუმანდ ვიქნება ერთი ორჯერ სახში მეც ვიქნებოდი ნამყოფი მხოლოდ და მხოლოდ და სუმანდ ვიქნებოდი ეს ადამიანი არ ვიცრებს ლაპარაკობს თქვენზე გინდა ეხავ შენი მისავართი გავაშკარო და ხვალე რომ სექტა გადგას არა აქვს მნიშვნელობა შენ გონე მისამართია პრობლემა შენი სურათი ეს თითი სამთელს თბილისში დაგიწყებენ ძებნას კითხავენ რომ შელოცავს გიკეთებენ რა აქ ხო იციან სადაც ჩაწერა ხომ იცი ხო იცის სადაც მის ჩაწერა აქ დადგებიან და სანამ შენ ხო შეიძლება მე ვლოგი გადაიღო ჭამო ისკნა რაღაც ორ თვეში მაინც ხო უეჭველი გადაიღებ ამას აი დაგელოდებიან თან შეერ იქნება ის არ წავა აქედან აი დაგელოდება ორი თვე წარმოიდგინე ვიღაც ელოდები რომ მოდის იგრევე ყელს ანუ ესე თავს მოგაწრობს ეს ახლა ჩემი ყველაობა შეუკვეთა პოდკასტშივე შიგნით იმენა უბიძგარო რაღაცა მე მგონი ჯერ არ არსებული არხი არ დაევასა არა და ჩვენი ბრალი არ იყო დიდი ხანი რომ ვილაპარაკეთ და უკვე მკვლელობა შეუკვეთა რა მე არ შემიკვეთა შენ უბრალოდ ისეთი რაღაცები თქვი ჩაუნამიო ბერმა დამიწერაო რა დაგიწერა ბევრმა ნიკოლოზმა დაგიწერა ანუ ის ნიკოლოზ ბევრია მაგას იძახი ანუ ერთადერთი არ არის გათვლა მაგაზე არ ქონდა სხვა ნიკოლოზზე მქონდა გათვლა რა ეს ჩვენი თანამშრომელი არის ნიკოლოზი და ანუ ხა თანამშრომელი შემოაქვეითა მუშაობაც დააწყებინა ნიკოლოზ თემა შევცვალო სად მუშაობს სექს-შოპში ხო ხო ამაზე სხვათა შორის პირველი სპონსორი გამომიჩნდა აჩისთან პოდკასტის მერე იმეილზე მოიწერე რომ სექს-შოპიდან წერტო და როგორღაც ჩამინტეგრირეო შოპიო თუ სექსიო რა ვუთ არა სექსიდან შოპიდანო იმენაო და როგორღაც ჩამინტეგრირეო და მე აგერ ინტეგრაცია მე მეჩხუბა რომ უარა ვერ ვიზავ თქო რა თქვი და რა არისო მესამე არ ხწერო და ეგეც საქმე არისო და უარს რატომ მეუნდებიო და აი გადმორიცხე მეგობა რომ ეხა მართლა მოგწერ WhatsApp-ზე და ამოანათე აუცილებლად სექს-შოპის მე თან მიდი მე თან სექს-შოპ რა თანხაც იყო ხო იცი პრემიერი კი სექს-შოპ რა ფლაგი დამაჭირნა ხელში აქეთ აუ იმაში ოქტომბერში რო იყო ოქროს რო გამოიტანა აი რაღაცა იგი ცოტნე რო გამოგვიტანა ხო და ისა რა ქვია რა თანხაც იყო ნახევარს ავიღებ არ არის პრობლემა მეორეს გამოვიყენებ იმიტომ რომ უარი იყო ნათქვამი სექს-შოპ ისე მართლა ხო ჩაულებრივად ჩაერთო არ მიკითხია
просто ეგ მომწერა და არ მიგწე. ეხლა ვკითხავ, ხო ჩაულებრივად ეს რეკლამა გამოვიდა ეხლა. კი. ეს სახელ და გვარს ვიტყვი და ეგ არის რა. რა სახელ დაგვართ, მაღაზია ამომინათე. მაღაზია ამოანათე. იმენა ეგრევე მაღაზიის იმას ვიტყვი. ტიში პიცოტლარი უნდა გაგაკეთებინო. აი უკვე პირველი სპონსორი დაიდროპა აქვე. ხო და გადაუხვიეთ ძალიან ჩემი მკვლელობა შეიკვეთა და დამავიწყა. ბევრმა დაგიწერა. ბევრმა დამიწერა რომ რაღაცას აი ის ქონდა რომ რატომღაც წარმოდგენა მქონდა რომ აი კამერას ხშირად არ გახედო უხერხულად არ იყოთქე და რაც რო საუბრობდი ტელეფონს უყურებდი რა. და ერთმა დამიწერა ბევრმა მომწერა და ერთმა დამიწერა იქ კომენტ ბევრმა ხო და მა რა ქვია ერთმა იქვე დამიწერა რომ სულ ტელეფონში ნუ იყურები ცუდად ჩანსო რა აი მაგის იმას რა ქვია საკეთეთ ხო თან გავითვალისწინე ის კამერა გაწყდა შემთხვევით კამერას ანუ კამერაზე არ ტელეფონზე ტელეფონი უკვე ეს არის რა ქვია მაღაზიებს თხოვთ რომ ერთი რაღაც ფარნიანი Nokia-ც რო გამოგვიგზავნოთ sex shop-მა რო გამოიგზავნოთ sex shop-მა რო ფარნიანი Nokia ვიბრირებადი ფარნი ანუ იმასე რა ქვია ვიბრაცია ხმარო არა აქვს და რო ვიფანდიანი Nokia დიდი ფანარი რო კონდეს ეგეთი და ძალიან რო ვიბრირებდეს რა sex shop-ი თუ არა თუ რამე სხვა მაღაზია არის ფულიც რომ მოვაყოლოთ ხო და ხო და ეგ ის მქონდა და რუსული იმეებზე პახოდოს ვიძახდი და ჩემ თავს უკეთებ ხოლმე რა კიდევ ის მქონდა რა ქვია რუსული ენა რო დაარსდა რო და სლავური ენა რო დაარსდა რა ხო სლავური ოჯახის წევრი არის რუსული არ ვიცი ხო გონი როგორც ვიცი რო დაარსდა ჯერ მტრები არ ვიყავით ამიტომ ენას ხო თან მაინც პოსტსაბჭოს დაკავშირებული ქვეყანა ვარ და შემორჩენილი არის გინდა არ გინდა რაღაცა აი პრივიჩკაში გვაქვს ეგრე საუბარი რაკეტები ვესროლოთ ენა და ტერიტორიებისთვის ვიბრძოლოთ ენა ხუინა ეგაცა თავარია ტერიტორიები დავიბრუნოთ თვითონ უკრაინელები ლაპარაკობენ რუსულად ხო რაღაცა ხო და ის იყო რომ აი თავიდან ამოვჭერი რაღაც ეგრევის აჩინა ხო იწყება რომ ჩვენი წუნარი არის აჩინა მან უნდა ჩამესვა მისალმება რა და მისალმებაც კი დამოვიწყა მიდი აბა ეხლა მოგვესალმა გამარჯობათ მეგობრებო ეს რა გამარჯობა მეგობრებო მოდი აქედან დავიწყოთ გამარჯობათ არის გამარჯობა არის ოლენას აი რაღაცა შეძახილებით არის რა ეს წეგან პარალეთ არ არსებობს რა ბასტომ მითხრა რომ აკადემიკოსები მყავს სულ ოჯახშიო და სულ მაძალებდენო წიგნის კითხვასო და მე არ ვკითხულობდი და ცუდი პროცესი იყო თორე არ იზამდენო და აი დაეთყო კითხვა ყველაფერი შემისწორა იმენა აი მე არ ვარ მე ზოგადად იმასაც ნათქვამი მაქვს ჩემ ვიდეოში რომ როდესაც ორი ადამიანი საუბრობს თემაზე რაღაცას და ვიღაცა შუა საუბარში გრამატიკას ასწორებს არასწორად უსმენს რა ანუ თუ ჩვენი მუღამის არ ინფორმაცია გავცვალოთ და შენ აქ მისმენ რომ იქნებ რამე შემეშალოს და გრამატიკას მისწორებ ეს იგი ინფორმაციის გაცვლა კი არ გინდა ინტრიგანი ხარ ანუ შენ ახლა ინტრიგანი გამოყვეთ არა ეხლა გამარჯობათ მეგობრებო კი არ ვლაპარაკობდით მე მისამებას აკეთებდი მეორედ წარმოიდგინე როგორი ზაჟი მე მგონი მესამე არა ისეთი სიტუაცია იყო ხო და გამარჯობათები ის რო იყო ადრე მაჩვიროდებდა ვიდეოებს რაღაც ეგეთი ვიდეო აქეთი ყველაფერს რო უსწორებს სათვალეები რო უკეთია და რაღაც გამარჯობა თ არა გამარჯობა ეგეთი რაღაცა იყო ჩვენ გქონდა სკეჩი მოფიქრებული რომ ეს ტიპები ეგროჟები ცალკე იკრიბებიან ხოლმე ეს ჩუმად იკრიბებიან და ესე წრეზეს ხდებიან და ვინ რამდენი შეუსწორა მაგებს თვლიან რა ანუ ეს და მე ხვარს წირავენ და მაგ სიცხლში ესე თვალებზე ისვავენ და სხვა საზოგადოებაა რა ეგენიც თუ მაგათაც თუ გინდა ეს შეგიძლიათ მოკალათ და ბრინდეთ ეგრევე ვის რა ქვია რამე ფსონს თუ დააწესებ წილში ვარ და არ არის პრობლემა რაღაც სიკვდილზე და შენ გაქრები გემებს დაიძრობ და უსამ დაიწვი რა ხო ხდება ვისაც გაინტერესებთ რა სიკვდილი გინდათ და გეშინიათ სიკვდილის ვისაც კაცის მოკლა გაინტერესებს ქლორი გინდა რომ მოკვდე და გადარჩეთან ანუ უყურე გაქრე რა უნდა დაიწვა ვითომ და კბილები უნდა დაიძრო და დაყარო რა და კბილებს იპოვიან შენსაც რომ ეს დაიწვა და კბილები დარჩა რა მაგრამ უნდა დაიწვაოთ იმენად ცეცხლი უნდა გაჩნდეს არ უნდა ჩერდებოდეს რა დაიფერფლო უნდა და კბილები უნდა დარჩეს ან აფეთქდე ვითომ სხვას რო ამოუღო კბილები არა შენ სხვა არა მე რო წოვე შენ უნდა დაიწვა თავი არა შენ გამოდიხარ პოსტა უპირბო ანუ კბილები არავინ არ იწვის იქ აი დაფერფლილია შეგიძლია რომ დაფერფლო რაღაც მაგრამ კბილები ყველაზე ნაკლებად იფერფლება რა ხო მაგრამ ძვლის სტრუქტურა ხო შერჩება არა ძვლის სტრუქტურა კბილები არის და ნახავენ და ეს ამის კბილია პროცესის ამის ფერფლი
გიყვიავს. მაგ დროს გიპოვნია პროთეზის მაღაზიებს გადაამოწმებენ ეგრევე და შენ რო არა, ახალ კბილებს რო შენ ეგრე უნდა გადაიზღვიო ძმაო, ეხა იქ გაქრობა გინდა მაწოდე და მაღაზიაში. უნდა იყოს. სხვას უნდა აყიდინო, ვიღაც რენდომ ბებო უნდა დაითრიო. ვითომ ის არის აქ კბილები უნდა ჩამოუღო თუ აქ კბილები რო ეჭვი არ დატოვო რა. არა, ხო, თვითონ. უეჭველი ეგრე. და ეხა მაგაზე რატო იფიქრე ეგ მითხარი? ეს ეხა ვიფიქრე. ამ მომენტში ხო? წეღან დავა გქონდა ბასტო მიხსნიდა რომ ყველაზე მაგარი ფერი არისო, წითელიო და ლურჯიო რა. არა, ყურე. წითელი არის ყველაზე ანუ ყველაზე ლამაზი არა და ყველაზე გემოვნებიანი არა. იმენა ადამიანებად რო გადმოიყვანო თქო ესეთი რაღაცაო თქვი რა. თეთრი არის ერთი ღმერთი, შავი არის მეორე ღმერთი და დანარჩენი ყველა ფერი რომელსაც ფერი აქვს არის ადამიანები და მაგ ადამიანში ყველაზე თესლი ადამიანი წითელია თქო. ანუ ადამიანები რო გახდნენ ფერები თქო, წითელი იქნება ყველაზე ისეთი რა ბიჭო, ჰა. ხო და შეხედე ნებისმიერ და ლურჯი იქნება ცოტა ისეთი როჟა რა. ნებისმიერ გადმოცემა შეხო გინახე ხარზე რო დემონი და ანგელოზი და ეშმაკი არიან რა, ეშმაკი ყოველთვის წითელია. ხო და ბერო ნიკოლოს შეხედეთ. მე კი არა, შეხედეთ. ჯერ ეს ერთი როგორ კადნიერდება რომ ესე პირადად მოგმართავთ მე თვალებშიც ვერ გიყურებთ ხა წითე თანახ რაღაც ცეცხლები ახატია მაიკასი ანუ თავისუფლად რა ცხენია შენ მაგრივად ცხენია თავისუფლად ნახე რაღაცა აი ნიშანია ეს არის ნიშანი მე კი არა ეს არის ნიშანი ბერნიკოლოს ასწავლენ არის ნიშანი ბიჭო არა მე უბრალოდ ჩემ მე ვინა ვარ რომ ბერნიკოლოს ვასწავლო რამე. ნახე აქაც AI-ს მივწერე, AI ხო აი სატანისგან შექმნილი ქმნილება არის. რატო წერ მე AI-ს? მომიწია. AI-ს მე რა მივწერე, იცი? ჩაძაღლდი თქო. ბოდავშო გავაუქმე გამოწერა ის $20. ყველას უკაგათვალეთ. ყველას გვაქვს რაღაცა ცოდვები, კაცო და მომიწია, ჩემი იმით არის ყოფილი დამაძალეს, ხო და ეს მე არ ვარ ძმაო. კარიკატურა შევაქნევინე და ნახე, ფასტო ფანტასტო დააწერა. და ღილში სექშოპის ის უჭირავს. ეს სექშოპიდან გამოწერილი მიკროფონი უჭირავს. აქ არ ჩანს, მაგრამ ვიბრირებს ეს, ხო და მე რატო არ მწერენ მართლა სექშოპები ვერ მივხვდი, შეატო გწერენ. თუ ეგეთი სუფთა და ეგეთი შეიძლება იმიტომ რომ ახალ არხებს უმიზნებენ რა. არ ვიცი. ეხლა მე მეც ახალი არხი ვარ, რა ვიცი. სამი თვეა, მესამე თვე, მეოთხე თვეა. ჩარიცხვებით დავთვლი. ყოფილი ვარ ახალი, რაღაც აი ბრუნვით დათვალე, რამდენად შეესაბამება ახალ არხს. ხო და ნახე, ეს არის AI-სგან შექმნილი შენი კარიკატურა რა. დიახ. ხო და ბარემ აი არხზე გადავიდეთ. კარიკატურა ნახე რა ლამაზი კარიკატურა მაქვს. კი. ბარემ აი არხზე გადავიდეთ. აი ესე დაინახა შენი არხი, იმიტომ რომ ანუ ეხლა ვაკეთებთ, შენ უნდა მანახო AI-ს თვალი ჯოჯოხეთუს მაშხალა ტექნოლოგიის. ხო. თვალით დანახული შენი ადამიანები. ჯერ არხები YouTube-ერ არხები და მე უნდა გამავიცნო. არა, ეს არხები არის უბრალოდ ვისაუბრებთ რა და მე რაღაც პროექტი 1 2 3 4 პროექტი გავაკეთებდი და ის პროექტებს თუ გამოიწვია. ბასტო ფანტასტო, ხო და რატო გადაწყვიტე ეს ბასტო ფანტასტოს შექმნა? მაგარია. მაგარიან. ბასტო ანუ რა ვიცი რა, ანუ მინდოდა ინტიმური სივრცე ჩემიც რა. ანუ შეხედე ის ჰამაკზე ხო აქ ჰამაკს აქვს თავისი რაღაცა ბრენდ ბუქი ესე რომ ვთქვათ რა რაღაცა ხარისხი უნდა კონდეს ის უნდა კონდეს ეს უნდა კონდეს რაც დაიჭირა და მინდოდა რომ აი ჰამაკზე ვერ დავდებდი ვერ დავждებოდი და რომელია ყველაზე თესლი ფერი ვერ დავიწყებდი ლაპარაკს რა და მჭირდებოდა სივრცე რაღაცა და ავდექი და სახლში მაქსიმალურად კამერები მაქვს ისე რომ შემიძლია უკეთეს ხარისხს დავდო რაც იდეა ხო მაგრამ სპეციალურად ჩემი კამერა ვიყიდე რომელსაც ყველაზე მარტივად შემიძლია დადება და გადაღება და გადატანა იქვე რომ მორჩება ვიდეო ესე გამოვაძოთ ჩიპს შევართებ და ის კამერას აკეთებ ესე ოდნავ მივიწევ და კომპიუტერთან ვზივარ ანუ სამონტაჟო კომპიუტერი სკამიდან არ დგები ხო იმე არა ანუ იმ ოთახიდან არ გამოსულა კონტენტი იმ ოთახის გარეთ გამიკეთები ეგეც ვლოგი ოღონდ იმ ვლოგით ჩავაინტეგრირე ამ ოთახის კონტენტში ის მაფიის ვლოგი რო იყო რაღაცა იქ მაფიის ვლოგიც იყო და საფრანგეთის ვლოგიც იყო რა და კომფორტულია რა ანუ ისეთია რა ანუ YouTube ჩემი გამომწერები ჩემი კომუნიტი მყავს ლიჩნად მე ანუ საჭიროა რა ყველას ყავდეს თავის კომუნიტი რომ ლიჩნად არა მუდმივად პირადად ხო ეგ ბაზარი არა მუდმივად არის პასტაიანა აური ცოტა ხო და ის არის რა ქვია გაცვლას როგორ აკეთებ ხოლმე ანუ ეხნახე მე რომ მითხრა კაი გაცვლა ქონდა მე რომ მითხრა აჩივ რა აი შენ ქონდა რამე გაცვლა თუ აი პროსტა აი მე როგორ თქვენი გაცვლა არის ერთადერთი გეტყვირაა რა რომ მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯით აი 0-დან აი მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯით შექმნა არხი რომელიც რაღაცას გააკეთებს რაღაცას ზეგავლენას მოახდენს და პახოდუ ასევე ამასთან ერთად
წარმოიდგინე ამასთან ერთად ის ტიპი, ვინც ესე გიზის ოთახში ხან და ხან ტრუსიკიც, просто არ ჩანს ქვემოთ ტრუსიკიც ზის. ნიფხვით. ტრიკოტი, რავი, ყველაზე ქართული რომელია. ზის და მე პარალელურად მინდა რომ რაღაცას მივაღწიო, დიდს მივაღწიო რაღაცა გლობალურად რაღაც დიდი გავაკეთო და შენ გექნება უცებ ეგეთი кейსი რომ ტიპი რომელიც გეჯდა პროსტა და ყველაფერზე გელაპარაკებოდა და აღიქვავდი რომ შენნაირი ადამიანია, შენნაირად ფიქრობს, შენნაირად აზროვნებს, შენნაირად აცვია, შენნაირად დროს შენნაირად ატარებს. ეგ ტიპი გახდა სუპერ წარმატებული, შენ უკვე აღარ გექნება რა რომ ეხა რომ უმეტესობას კითხო, შენ გეტყვის რომ ის სუპერ წარმატებული ტიპი სხვანაირად ცხოვრობს, შავ კოსტუმით დადის, სხვანაირად საუბრობს, სხვა მშობლები ყავს, სხვა ის ყავს, სხვა ძმა ყავს, აი ეგეთი შთაბეჭდილება აქვს და მე მინდა რომ პირიქით გავტეხო, იმიტომ რომ ეგრე არ არის რა. გამოცდილება მაქვს მაგის რომ ეგრე არ არის და დავანახო ტიპი რომელიც მართლა ვარ, ყველაფერზე ვლაპარაკობს თავში, მაგ საერთოდ რა, სისულელა იქნება, რა სისულელა იქნება, რა მნიშვნელობა. გამიცნოს და მე რამეს რო გავაკეთებ, იგრძნოს რომ თვითონაც შეუძლია ზუსტად იგივეს გაკეთებ. და ეგ არის გათვლა. ხო, ანუ ეგ გულისხმე რომ აი რა მოლოდინები ქონდა, არხზე თქო და რა გაქრო აი. მოლოდინი საერთოდ მოლოდინი ქონდა რომ ვიცოდი რომ ვისაც დაევასებოდა, დარჩებოდა და ანუ წარმოდგენა მქონდა რამდენი ადამიანი იქნება და ეგეთი რა. მაგრამ ერთი ის ვიცი რომ ვისაც დაევასება, იმისთვის უკეთესია. ანუ შეხედე ჯობია და თუ თინეიჯერი ეს ტიპი ხარ, ანუ 16-15 წლის ტიპი ხარ, ჯობს დაგევასოს რა ჩემი გონდა. ანუ შეიძლება არ დაგევასოს, მაგრამ უმჯობესია შენთვის რომ დაგევასოს რა. იმიტომ რომ თუ არ დაგევასო არ უყურებ და დაყურებას ვერ დაგვაძალებ და თუ არ ევასებ და მიყურებს ეგრეც არ მინდა. და ამიტომ ჯობია ტიპაჟურად მე ეგრე უყურებ რომ იუთუბერებს რო უყურებ, ტიპაჟურად უნდა მოერგო რა. ანუ ეგ არის დავასება ჩემთვის რომ აი ხა შენიმებს რო უყურებდი მანდ რა უკან დაჭებ რაღაცებს ხო ვაკეთებ ზეგანთაგის რომ ის ხაზი ჩარჩუარი თუ შენი გაქვს დასმული მონტაჟში თქო რა. აი რო უყურებდი ვაფშე შეგზნება არ მქონია რომ სიტყვაზე რაღაც აი ხო მაფია და რაღაც პოდკასტი რაღაც უფრო დიდი პროექტები არის ხოლმე რა. ეხლა მეტი მაყურებელი ყავს 12 იუთუბერი არის კოლაბორაცია რაღაცა ხდება, მაგრამ ის შეგზნება არ მქონია რომ რაღაცა იმისგან უფრო მეტი სიამოვნებას ვიღებ და ამისგან ნაკლებს ეგრე არ მქონია რა. როგორც იმას უყურებ, ეგრე უყურებ შენ იმასაც რომ აბა რა სიტყვის და ერთ იმას იმებს აქვს სპორტი არა აქვს ამა კომპეტიშენი არა. просто ეგ რაც მაგ დამოღამებული მე როგორ ვიდეოებს უყურებ ხოლმე რომ აი ეს ვიდეო კიდე როგორ იცი რომ ჩართო რა შეგიძლია არ უყურო კაროჩა ამ ვიდეოს. რა ვლოგი თუ არ არის, იმიტომ რომ ვლოგს უნდა უყურო, ვლოგებს რო ვიღებ ეს თხრობით ვლოგი დავარქვი. კონტექსტები რა ხდება და მე უფრო კარგად გესმის სიტუაციის რა ეხა უცებ რო კადრი ჩავს, რომელზეც მაგალითად სპაიკი აქვს ჩემ ვიდეოზე და ყველაზე მეჯერ გადახვევადი ეგ რო პროსტა ჩამესვა. ვერ მიხვდებოდა ბევრი, მაგრამ კონტექსტურად რო ხაზი გაუსი მოვყევი რა ხდებოდა და მე კადრი ჩავსვი, უკვე იგრძნა, ანუ ჩათვალე რომ თხრობა ისა ვლოგი არის კომიქსი ვთქვათ, თხრობა არის წიგნი რაღაცა მოთხრობა და თხრობითი ვლოგი არის მოთხრობა ილუსტრირებული რა, ანუ მოთხრობა და მე ნახატია ილუსტრირებული რა რამე რა. ხო, აი წინაზე ის მაფიის ვლოგი რო დადე ხა მანდ იყო რაღაცა ერთი მომენტი იყო რომ აი ის პაროდია გააკეთაო რო იცნობდი საპანაძესიო ძალიან მაგრა გამოუვიდაო მაგაზე უკვე დაველოდო რომ აბა როდის ამოვა რომ უყურო თქო რა. ხო, ზუსტად ეგრე ეგისა და კარგად იმაშვება, ანუ კარგ ემოციას იწვევს და უკეთესია კაროჩი რა. ანუ შენ გინდა და შენ კომფორტული სივრცე მოგეწყო YouTube არხზე რა. და ჩემებური ჟანრი გამეკაი ჟანრია რა, ეგ ახალი ჟანრი არის რა, ეგ ბევრი უკვე შეიძლება ახალი არაა, მაგრამ ბევრი აკეთებს, ბევრმა მიმართა, მაგრამ ქართულ YouTube-ზე მგონი მე გავაკეთე პირველი თხრობითი ვლოგი, რომ ვჯდები ვლაპარაკობ და მე კადრს ვანახებ რა. და შეიძლება დაჟე ამ იმით რა ქვია, ფორმატით უფრო მეტი სიამოვნება მიიღო ვიდრე სიტყვაზე, რავი. ის საქმეა კაროჩი რა. და ეს ეხა აქედან მივდივარ რაღაც უნდა G2G-თან მივდივარ, ჩემ მეგობრებმა დაჯოშდეს მაგედან და ვითამაშო. მე კიდან 12-ზე მივალ სახში, პირველზეც რომ მივიდე, ორზეც რომ მივიდე, მთვრალი მივიდე, ფხიზელი მივიდე, შემიძლია დავჯდე და ვიდეო გადავიღო. ანუ ეგ არ მაქვს რა. ხო და თან რა დიდი არაფერი ისეთი ხო არ ჭირდება, კამერა არის. აი ესე ტუბი დგას, ერთ ტუბს ჩავრთავ, მეორე ტუბს ჩავრთავ, კამერას დავდებ. ხმის ჩაწერაზე კომპიუტერში მიკროფონს გავუშვებ. всё. ეგ არის. ან დიდი ხარჯები ამონტაჟებს ვიდეოსთან, რამე. აუ ეგ ძალიან კაია რომ სხვა ამონტაჟი. ხო, არა, გვერდზე ორი კომპიუტერი გვიდევს აქეთ ნანუკა მიზის ამონტაჟებს, რაღაცებს. ვალ მე პარალელურად რაღაცას ვაკეთებ, ამ თამაშთან რამე. რაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო სიტუაცია ეგა რა. ვიდეოს ედიტინგი რო თავისით ხდება და შენ რო არა, ედიტინგი თავისით ხდება და თან ვისაც უყვარ ხარ ის გიმონტაჟებს, იმიტომ რომ ისე გულით გიმონტაჟებს. აი, არაფერი ძიდად ეხა იქ რაღაცა ანიმაციები და რაღაცები ჩასაცმელი არ არის, მაგრამ
გულით აკეთებს, რომ უნდა რომ კარგად გამოგვიყვანოს. შენ როგორც წარმოაჩენი შენ თავს უფრო კარგად ერთადერთი ნანოკარი, ვისაც შეუძლია მე როგორც წარმოაჩენ თავს, იმაზე უკეთესად წარმოაჩენოს კიდე. ხო და ეგ ძალიან მაგარი არის რა. ხო აი ვიდეოს ერთი ხო ცალკე 2 საათი მადლობას უნდა ვიხდე და მაგრამ მავიწყდება ხოლმე. რო არ მაქვს. აქ რაღაცებს არ ამოუჭერით, ხო და არაფერი არ ამოჭრა თუ გინდა ერთი რა ვიცი მე შენ თავით ირბენენ ვიღაცა. ეხლა მართლა რომ დავხვდეს ვიღაც გავაფრე. მე არ დამხვდეს თავარი. შემდეგ იმაზე შენ უფრო დაგხვდები. ცეცხლებთან მივასო. თვალებში შემეხედა კიდე. ნახე, აბა ეს არის მახარას. ძალიან არ უნდა გამოვიცნო, ხო? ამ თამაში ვეხვეწები მიმიყვანე მეთქი, აი როგორ მინდა იცი? დარტს რო ისვრიან და რაც ამოვარო. ძალიან დამევასა ფორმატი, ოღონდ რო დავფიქრდი საყოველოდაც კაი იყო, ქორო რო ყავდა ძალიან ბევრი ვიცინე რა, ქორო არ ჭამდა არაფერს, უჭაი რაღაცნაირი ტიპი არის რა, ანუ აი ხელს რო არ კიდე. აი შეხედა პიურე რო უხსენო შეიძლება ცუდად გახდეს, აი რომ მიუტანო თვალთან ახლოს. არ ვიცი აი რასთან შევადარო. ტერორისტი, თვრალი თან. პასუხისმგებელი რო რა თავის თავს. თვრალი ტერორისტი, იარაღს რო გიმიზნებს. ხო ძალიან ცუდი არის. და თან ტერორისტია რა, ფეთქებული ახლა რაღაცე. ესე იგი თუ არ თავში გიმიზნებს. რას არის? გავსი სახით იყურება ხოლმე პიურე რო ახლოს მიუტანო. ანუ აი შიში, ბრაზი, გაუგებრობა ყველაფერს ერთად. მე რა მახსოვს იცი აი რაღაც მომენტები იყო რომ პატარაც מחარ ხელ მოკიდა და არა სხვა მომენტი მაგას ვერ შევჭო. შენ ხელ მოკიდებს მე ხო ვერ შევჭო რაღაცა ისე. ხო ხელს მოკიდებ და პილას ვერ აი ძალიან ისეთია რა. ზიზღიანია რა. და ძალიან მეცნებდა, კაია. ოღონდ კომენტარებში პირიქით იყო. იქით ოქტოპუსი და რაც არ უნდა მიეტანოთ, ჭამდნენ რა, გავიგე, იჟდნენ და კალა უბაყუნებდა და აქეთ როგორი კაი ის იყო, იცით სიტუაცია, რომ מחარა აძალებდა ის ვერ ჭამდა რაღაც სასაცილო იყო რა, მაგრამ კომენტარებში იყო, რომ რა თქინდოდა თუ ეს ქორო ნახე აგერ კალამო შეჭამაო ყველაფერი. აი რისთვის უყურებ ვიდეოს თუ ჩემი ძმა ხარ, რომ ანუ აი თუ არ მოგწონს კონტენტი ის არის, რომ არა თუ არ მოგწონს ეგ კონტენტი იმისთვის არის, როგორ ასჭამენ, ეგ არის, ან მან ღირებულება იყო, რომ ქორო რომ ვერ ჭამდა და ეს აძალებდა და ჩხუბობდნენ ერთმანეთს და რაღაცა ეგ უფრო საინტერესო იყო და ვიღაცა ტიპებისთვის ის უფრო საინტერესო იყო. კალას შეუძლია ეს პოდკასტი შეჭამოს. მართლა ძალიან ჩვიდად ესეთ სახით შეუძლია აი არც ამასაც არის ზამსაც ნელ-ნელა აი ამით დაიწყებს, короче, აი ესე გაყვება და ყველაფერს შეჭამს. კალა იქ ცოტნა უფრო მგონია ეგ. არა, კალა. კალა და გუნდიშა. ბევრს ჭამე ხო იმენი. აუ ხო ეხა იმაში აქვე. ქორო ტვინს უღუნავდა იტალიაში ვიყავით რომ გადაიღებდა ხოლმე კალა. ან ნელა თან ისე კი არ ჭამს რა ქვია. თუ არ დააკვირდი ვერ მიხვდები რომ 2 კილო ხორცი ხნა. აი ცოტა ხნის წინ 40 ხინკალი ჭამა რა. იმიტომ რომ ნელა ჭამს. ეს ნელა კულტურულად რაღაც დაადებს იქ რაღაცა საფეთქით, მაგრამ სულ შეუძლია აკეთოს ეგ. ანუ დღის განმავლობაში 24 საათი 12-ზე დაიწყოს და ეს მესამე 12-ზე მორჩეს რა. ის ხო არის რო ჭამ 20 წუთი ჭირდება შენ ტვის რომ ინფორმაცია მიეწოდოს რომ შენ ნაჭამი ხარ. არა, იმას ეწოდება ინფორმაცია, მაგრამ იმას 1 საათი ჭირდება. არა, შეუძლია გააგრძელოს. ბევრის ჭამა შეუძლია რა კალას რა. მაგიტო არა. შეუძლია. სულ იმასთან აქ რა ეხა დავიწყებ გახტომასთან რა. როგორ ანუ კუჭს რო შეუძლია რომ ეგეთი ელასტიური იყოს, რომ აი ამდენი რა ამაზე გაიწელოს და თუდად არ გახდე, ძალიან რთული არის. და რო იკლებს ხომ ხალხო დაუფასდა 2 კილოსაც რო იკლებს, კალა არის ძალიან დასაფასებელი რა, ის სუპერ დასაფასებელი, იმიტომ რომ აუ სხვათა შორის ძნელი არის ეგრე როცა ჭამ. შივშილის ცნობა სულ გაქვს რა, მე ცოტას რო შეჭავს სუქშია რა, რაც არ უნდა ჭამოს სუქშია რა. აი ყოფილა მომენტი რომ რავი 10 ხინკალი მიჭამია და სულ მშიოდა, მაინც აი გამოვიდნენ მშიოდა. ქორწილიდან სახში რომ მედიხარ და ქშია უკვე პრობლემაა. რა აი ყველა სუფრას რო შეჭამ. მე ქორწილიდან რომ გამოვიდი ვარ სულ ჭამ. ანუ მე მაგ ალკოჰოლზე. თუ რა ვთვრები? იმ მომენტში შემილია სულ ჭამო. ანუ აი ჭამო რა და მეორე დღეს ახმელიაზე რო ვიღვიძებ 1 საათი ვერ ჭამ და როგორც კი ეს 1 საათი ამოიწურება შემილია სულ ჭამო. ანუ სულ ჭამ. მაგრამ როცა დაკლება მინდა ხოლმე, აი რაღაც სპორტული აქტივობა რომ მიწევს მალე და მინდა რომ ფორმაში ვიყო, აი ვაფშე ძალიან UFC-ს ფაითერებით ვიკლებ ხოლმე რა, ანუ ვაფშე არ ვჭამ. იმიტომ რომ სპორტულად უდგები იმენა რომ მომშვიდება, და შარდენებს ვსვავ ხოლმე? შარდენებს ვსვავ ხოლმე დაკლებისას. არა, პროსტა არ ვჭამ რა, მინდა შარდენი. შეგიძლია ძალიან ბევრი წყალი დალიო და არ მოჩი. ერთად გასვოცი ვარ, აი ერთხელ გავაკეთე, გადავიღეთ ვიდეო პროსტა მეგობრებმა და ვინც ხედით და ვლაპარაკობდით რა და მე აჩქარებული ვნახე რა. სადღაც საათნახევრიანი ვიდეო იყო.
და აჩქარებულ ნახე ყველა ზის ჩვეულებრივად და აი რამდენჯერ ვიცვლი იცი 20 ანუ სულ ანუ აი ვერ ერგები ხო და სულ ბევრს მოძრაო ბევრს ლაპარაკობ აქეთ-იქით ვიყურები პროსტა თავს იმას აი სულ რაღაცებს რო აკეთებ კიდე უფრო მეხმარება ეგრე ენერგიას ხარჯავ რა ხდება ის რაღაცებს და მალე გადავდივარ ცილის იმის რაღაცა სხვათა შორის ხალხო წეგან ბასტომ მითხრა რომ აი პოდკასტამდე რო პოდკასტი ჩავწერეთ მან მითხრა რომ ძალიან ბევრის დალევა შემიძლიაო თან სხვადასხვა სასმელების მარტო სპირტების აი რატი ხო ენდობით რატის რო ბევრი მთვრალი ტიპი ყავს ნანახი აი რატის რო კითხო რატიც გეტყვის რომ ერთ-ერთი ყველაზე სმელი ადამიანი ვარ ვინც ყოლია გადაცემაში რა მე რატი არ ვიცი მაგრამ მე შემიძლია საბას გაკითხენ ვაკ ჩემი ძმაკაც იზის რომ ერთხელ ადრე რატი სანამ ბარს გააკეთებ და ადრე რა მუშავდა სხვადასხვა ბარში სხვაგან ვიღაცის ბარში რა და როცა ხარ მასპინძელი აი უყურე ქართული ის არის რომ აი თუ ალკოჰოლის მასპინძელი ხარ ასმევ ტიპს რომ დაათრო იმიტომ რომ ალკოჰოლს ეხა ვისთვის ვარ რომ დათვრე რა თუ მაგალითად აი ვთქვათ მოსაწევზე მიდიხარ ჩადიხარ სადმე იქ ევასება რომ თუ ესე თუ არ არის არა ხარ და ანუ მაგრა ვარ რომ რაც არ უნდა უთხრა კაროჩე რომ აი ესე მაგრა რაც არ ყოფილვარ რომ და კიდე ანუ სანამ კაროჩე აი რაღაცა სითხე და არ გადაიქცევი გონია რო არ და საჭმელზეც ეგრე რომ სანამ არ მოკვდები რა რომ აი თვალიდან სანამ არ გადმოგივა ზეთი იმ ხორცის კარაკი თუ რაც არის რომ აღარ გეტევა ქვემოთ და ის რაღაც სხვა ჟონვას რო იწებ აი მაგდენს სანამ არ გაჭმევს მამდე არ ჩერდება ეგ გვაქვს რა ანუ უხვად გვიყვარს რა ეს მასპინძლობა მოდი რატისა რომ მივედი ბოლოს ბევრი ხო დამალემ და ბოლოს რაც მომცა იყო აგერ ამასაც თუ დალევა ძმაო საღო და ესეთი დიჭიქა იყო და აი ამდენი კოკოლო ჩაასხა და დანარჩენო წყალი რო დაასხა რა აი რა ფერიც იქნება ხო იცი აი არ ვიცი რაღაცა აი ესეთი ფერი აი ესეთი ფერი გამჭირვალე ხო ან კოკაკოლისგან აქვს ეს ფერი მიღებული რა და დანარჩენი სულ ალკოჰოლი და დაულიე ბოლომდე ეს თვალებს უყურები და ამოუწრუპე დავიდე და წავედი მაგრამ დაულიე რა გზაში როგორ იყავი ბოლოს მაგაზე გადაუკრეფავში გადავიდა თვითონაც რა ანუ ვერა მასმეს არ ვითიშები და გამოიტანა და რაღაცა ძალიან დიდი ძალიან ჭიქაში დამალევინა ის რა ეგ უკვე დალევის არის ხო და მოდი აქ დავასპონსორებ მე ერთხელ მოგიწევ დალევას შეგეჯიბრები და თან რამე აი საპრიზოს შევაგდებ რა ვინც მოიგებს აი საპრიზოს მაგალითად შენ სპონსორის რამე ნივცხო არა მათ ფლაგერო ჩამესვათ არა რაღაც ვიბრირებული ნივთები არ იქნება რა რამ ძერს მოვიფიქრო და ძერს ადგილსაც ავარჩევ რა ეს საეჭო კაცია და ეს ალექსანდრე ხო ეს ხო სხვათა შორის სხვაგან გადავედი ის არის რა ქვია ეს ვაფშე ჭამე ის არის რა ქვია ცოტნეს გადაცემა ხო და მაგიტო ვიძახ მაინც AI-ის ხო ჩაუგდე ეს და საეჭო კაცი და ასო ეს პროექტიც დაადო ალექსანდრე აქ ქვევიდან როგორ უყურებს ეგეც და ასო ამ დაინახა ვიდეოებში და ეს ჭამე რატომ მიეწერა ასე არა ვარ და დაუტოვე რა შეიძლება ჭამის გამოქნა რა არ ვიცი მახარა რა მაგრა გავს აი ეს ადამიანი არის მგონია ადამიანი და მახარა ადამიანი არ არის ჩემს ეს როგორ აიმენა ადამიანი ალექსანდრე ყველგან საყვარელია ვიდეოებშიც კარიკატურებში და ვაფშე ყველგან რა ძალიან მაგარი ბავშვია სხვათა შორის კონტენტ კრეატორი ხო ეს სხვათა შორის აი მახარას ქერავს ახლა იმ ხო და რავი აი პრინცი არის არქეს საეჭო ბავშვი გული ჩაი თუ რაღაცნაირად ახლა მაგ ვიდეოებში ძალიან ბევრს ვიცინი ხოლმე რა აი აქამდე თუ უყურეთ რომ გაინტერესებდა ახლა მაგ ძალიან ბევრს ვიცინი ხოლმე რაღაც ისეთებს იძახს ბოლო ვიდეო იყო აჩის რო უთხრა შენ მალე ვერ თქვი ჩემი რა ბრალი რაღაცა კაბურო ძველ ბიჭს აკეთებს ხოლმე შენში არ რო ხომ შენში გაახლოვდით ეგეთი ინტონაცია და შენ მალე არ თქვი მე რა ჩემი ბრალი ძალიან მაგარი იყო ეგ ეხა შემდეგ აქვს ჯითუჯი გიორგი ხო ეს მაფია რუსულად აქ რა დააწერა 100 რო მიდა მიზრანი 100 რო როგორ 100 ხარ მინდა ეს მანი წერია ხო და კაი მოწაკვდოთ გმუე უკმანაც რო წაიკითხო რა არის რო გადაატრიო აი არაფერი არა სამი სიტყვა უნდა იყოს ანუ ორი რაღაცის რაღაცა off live off რაღაცა G2G-სთან League of Legends უეჭელი G2G-თან დაინახა ეს CS:GO-ს რაღაცეები აქ იქნება მომნაცები CS:GO-ს რაღაცეები საკე მოთამაშე არის პროფესიონალი G2G არ ვიცი
მარათო აქ თავს. თმა თავზე რატო აქ? კაი და გამხდარი რატოა? ეგრე ხედავს AI. ანუ ყველაფერი კარგად დაინახა, ადამიანი ეშლება. იმაში ჯეცი რა ყოველდღე იპარსავს წეს? სადღაცა თქვა ვიცი, სადღაცა ხო, ახსენა. აი რო დგება დილას, თუ სადმე ისეთ ადგილას უნდა წავიდე, სადაც სხვა ადამიანის თვალებიც იქნება და დაინახოს, უწევს წვერის გაპოსტო, რომ ეგრევე ამოდის. ანუ ღამე დილას ეპარსავს წეს ღამე წვერი ამოსულია. დღე რო უკვე ეთყობა ხო შავ წელს. აი მენა ძალიან სწრაფად ამოვიცი. ხო და ეს მაფია სწორად დაინახა, G2G დააწერა, კაი, ეს CS:GO-ს ამბუქსგებ რაღაცები რო აქ დაინახა, პოკერი ვერ მივხვდი, არ ვიცოდი კარგად რო თამაშობდა, სანა პოკერის ის აა ისაა რა თქვა ხა, აზერბაიჯანის ჩემპიონი ვარ. მაგრამ ისაა რა მართლა პოკერის ისაა რა ხა, ამას ბავშვი სამაგიდო თამაშობდა რაღაცების, ის არის. აზერბაიჯანის ჩემპიონი ვარო იქაც თქვა. იმაში რა, სამარილეში თქვა. იმაშებიო რა და ნუ ესე ხო, მაგრამ არ ვიცი აზერბაიჯანის ჩემპიონი არის თუ არა, მეც მანდ გავიგე, მაგრამ ვიცი რომ ანუ პოკერი ევასება რა კი, პოკერი, იმენა პოკერის ტიპია რა. ნუ ეხა G2G-სგან სამაგიდო თამაშებზე არ გავკვირვებიო. ეს ძალიან დამევასა. ეს ძალიან მაგრად დამევასა. Family Feud, Illusion Triangle, ლაშა, ყველაფერი სწორად გააკეთე. იმეს სუსტად და თამაშად წოლია, ნახეთ, Sex Shop-ის სპონსორად. ეს რა. Sex Shop-ში არის კაც ესეთი რაღაცა არის, ესეთი მრგვალია და პატარა ის არის რა, მოწეულისა. ის ნუ დაიღლები ჩამოჯდები. და თვალებს აი ესე გახელინე. ლაშა მე არ ვშუშია რა. არა, მე ლაშა რა შენი სპონსორია. ხო და ეს ძალიან მაგარი იყო, ეს დაჟრო შევხედე, მეთქი ამას ლაშას თუ ამაფრო წარმოიდგინე ლაშა ამერიკაში, ანუ ლაშას რეგალიებს გეტყვი რა. ლაშა არის იუთუბერი 100,000 გამომწერზე მეტი, 150,000 გამომწერზე მეტი ყავს. ნიჭიერის გამარჯვებული არის ილუზიონისტი, ანუ ილუზიონისტმა შინ ლიმს აქვს მოგებული ამერიკას Got Talent-ი და ლაშას აქვს მოგებული და ერთს აქვს, მგონი აღარ მახსოვს, მაგრამ ლაშას აქვს მოგებული პირველი ლაშა მოიგო. აი მომღერლებში რომ ქართველი ილუზიონისტი მოიგებს ნიჭიერს, ეგ აქვს მოგებული. კარგი იუთუბერია, პირდაპირ გეტყვი რომ საქართველოში ყველაზე მაგარი ილუზიონისტი, ანუ ლაშა, აი როგორც მესი არის დიდი დიაპაზონით სოფლიოში ყველაზე მაგარი ფეხბურთელი, საქართველოში ლაშაზე მაგარი ილუზიონისტი, ახლოსაც არ არის, მეორე არის, მეოთხე არის ეგრევე. ლაშა არის პირველზე და მეოთხეზე არის ვიღაცა რა, შემდეგი. ყველაზე მაგარი მაფიის მოთამაშე ხო არის, მაფია ხო არის საქართველოს YouTube-ში. ყველაზე მაგარი პროექტი ხო ვთქვათ რა, ერთ-ერთი მინიმუმ, მაგრამ ყველა კი. ჩართულობით 80% სადაც ხო, ყველაზე მაგარი პროექტი. მაგის ყველაზე მაგარი მოთამაშე არის. აი წარმოვიდგინე რამდენი რეგალია აქვს და ეგ ეხა გააკეთე და ამერიკაში წაიღე რა. ანუ ამერიკაში მიეცი ეს ყველა რეგალია ტიპი იქნებოდა, ანუ ღამის შოუს წამყვანი წესი იქნებოდა. ყველაფერი, ანუ რავი, არაბეთში სპერმას გააგზავნიდა რომ გენების პონჩი რომ შეიხება შვილები ამას დამსგავსებოდნენ, ანუ ყველაფერს გააკეთე და პროსტა ხო რა, ანუ მაგაზე ვფიქრობდი რომ ის იმსახურებს კიდევ მეწეს იმსახურებს რა. ხო, აი წინაზე მაჩის უთხარი ეს underrated-ია კიდევ რა. ხო, ესეთი რაღაცა მქონდა წინა პოდკასტში მაგას საუბარი, რომ რამდენად აქვს პოტენციალი თქო ქართული YouTube-ს, რომ ბევრი შვება ვიცი თქო, აი უცხოურზე გაუშვას რა, ანუ ჩაწეროს ცალკე ვიდეოები. ეგა ჩემი მიზანი რა, რაღაცა ეხა ვკიფცადე ერთხელ, მაგრამ იმდენად რაც სხვა პრობლემები შეიქმნა, რომ თლა ისეთი არ გამომიდა როგორც მინდოდა, მაგრამ მე ვთვლი რომ უეჭველი იმას ვიზო გლობალურს. მე ვთვლი რომ აზრი არ იქნება თუ რასაც ქართულად დებ, იგივეს დადებ ინგლისურად რა. ანუ სხვა კონტენტი უნდა აკეთო რა. მაგრამ დაევასოთ ქართული, ეგ ხასიათია და ენერგიაა და ქართულებს გვაქვს ხასიათი და ენერგია. სახასიათო ტიპები ვართ. კინოს ეხლა დედაჩემი არის კასტინგის მენეჯერი რა, ბევრ ფილმზე აქვს ნამუშევარი ძალიან და უცხოელები რო ჩამოდიან საქართველოს გადასახადად და ქართულ მსახიობებს აძლევენ. ქართულ მსახიობები გონიათ რომ ექსპრესიულები არიან ძალიან რა. ანუ ბევრად რეალურები არიან, ანუ გატყუებს ქართველი მსახიობი. ქართველი მსახიობი თამაშობს გჯერა. ამერიკულ ფილმებში ხა უმეტესობაში რაღაცა ფასან ბლოკბასტერებში და ეგეთ რაღაცებში უფრო რეკლამურად თამაშობენ რა. აი ესეთ გამოხედავს, არავინ სამყაროში არ გამოგხედავს რა, დედამიწის ზურგზე ესე. რომ დაინახებ ჯერ იქით ჯერ აი ესე არ გამოგხედავს და იქ სპეციალურად რეკლამურად აკეთებენ რა და ქართველები არიან ძალიან როგორ ახსნა, ანუ აი ბუნებრივები ხო რა რომ იჯერებენ რა. ანუ აი ეს რო გიკეთებს ტიპი დისკომფორტში გაგდებს, იმიტომ რომ მართლა გგონია რომ მაგას გიკეთებს და მაგაზე ბაზრობდნენ რომ ძალიან ექსპრესიულები არიანო რა და დისკომფორტს ქმნიანო სეტზეო, კაროჩე.
ძალიან მაგრები ხო და ეგ ქართველები ძალიან ისეთები ვართ და ძალიან დაევასებათ რა სპიდისნაირი ყავს შეიძლება რა ვიცი რა ერთი 500 ცალი საქართველოში უბრალოდ ხო არ შვებიან რა სხვათა შორის მოიცა დაუბრუნოთ უკან ჯიტუჯიზე ის არის რა მაფიის რაღაც ვიდეო ამომიგდო TikTok-ს სკროლავდი და უცხოელები თამაშობდნენ რა არ ვიცი ხა პროფესიონალური იყო თუ ის ჩაწერილი იყო და ძალიან ცუდი იყო აი ძალიან ცუდი იყო და შენ რა გონი ანუ ფეხბურთებს რო თამაშობენ ხა Kings League აიღე Bowlers League აიღე რაც ჩვენნაირად ხდება იტალიაში არის კიდე ეგეთი ლიგა და YouTube ლიგას რო შეადარო თავისი promotion-ით და ხარჯი ანუ ფინანსურად რა ჩვენ უფრო მაგრა ვაკეთებთ და ვინც ჩამოვიდა ყაზახეთშიც აკეთებენ მილიონი ანუ ბევრად მეტი სპონსორი აი იტალიაშიც აკეთებენ და აზერბაიჯანშიც აკეთებენ სამივე ქვეყანას ჩვენზე ბევრი ფული აქვს სამივე ქვეყანაში ორში ბენზინი არის ერთში ევროპა არის რა წავიდან ბოლომდე და ახლოსაც არ ვართო короче პროექტულადო თქვენთან რა ჩვენ просто ტექნოლოგიურად და ფინანსურად ვართ უკან თორე როგორც ვაკეთებთ რაღაცებს ბევრად კარგად მომდომება უფრო ხო რა ზერელად არ ვაკეთებთ ხო და მაგიტო დავაბრუნე ამაზე რომ ქართველები ხა მაფიაშიც ეგრე არის რომ მაფიის მოყამი ხო ეგ არის რომ შენ თავს უნდა დააჯერო პირველ რიგში რომ რაღაცა მაფიოზი თუ ხარ პატიოსანი ხარ მე ეგრე ვშები ხოლმე ყოველ შემთხვევაში და აი ყველას ისე უნდა მიაწო როგორც პატიოსანი მიაწო მეც ეგრე ვშები და რომ მეუნებიან მაფიოზი ხარ რომ მინდა რომ შემოვარ რანაირად ვარ მაფიოზი მე პატიოსანი ვარ მართლა პატიოსანი ხო აი ეგ ერთება და აი ეგ არის ძალიან კაი რა ყველგან ეგ მადგება ხოლმე რომ აი სადაც მითამაშია რაღაცას რომ მეტყვიან აი გიждებ შანსია რა მეთქი აი რატომ მეუნები ეგრე და აი ეგ შეგვიძლია ქართულოს რომ ჩვენ თავს დავაჯეროთ კარგი მათხვარები ვართ მოკლედ რომ ვთქვათ და კარგი მსახიობები ეს ოქტოპუსი არის და ხო აი კალა ხედავ AI-მაც საჭმელთან ერთად დაგხატა ხო და კალას მაგრა გავს ხონდა შორის რო დააკვირდე რაღაცა პირველ ერთად და მე წვერი ვისაც მიწა კალას ხო და მაგრა დგავს რა просто საჭმელი ჩაუსვა გაცხრა შოუს ჩაუსვა და მეგონა რა ვს რა ჯანდაბა არ ვიცი ხო და ეგრე რა ხო ეხა ხო ეს მიეცი ლინკები და გადახედა და რაღაც ანალიზი გავუკეთა ხო მე ეგრე მაინტერესდა Gemini-ს მივეცი რა ლინკები ჩემი ლინკი მივეცი და просто фантастуарио ფრანგი იუთუბერი რომელსაც რამდენი მილიონი გამომწერი ყავსო? 990,000 გამომწერი ყავს, მალე მილიონი ექნებაო. ანუ მე დებილი ხარ, ანუ ლინკი გადახედე მე 16,000 გამომწერი ყავს, 900,000. ხო, ბასტო ფანტასტუარის ფრანგი იუთუბერი რომელსაც 16,000 გამომწერი ყავს და მაგრამ 8 მილიონი ნახვა და აკეთებს კონტენტს მე რა, ანუ მე სიცხვილია მეთქი რა. Google-ს მიწერე რომ მეთქი. ამან ჩავისკნა თქვა, სწორად დამიწერა, სხვათა შორის ყველას იმაზე მოკლე აღწერები გადავიკითხე რაც დამიწერა. სწორად დამიწერა, მაგრამ კარიკატურებში ეს VS რატო ჩასვლა არ ვიცი. არ მოიდგინე პროგრამულად რო იცოდე როგორი როჟა არის AI. აი მეგრევე მიხვდები რატო აკეთებს ესე. ანუ იმისთვის ყველაფერი არის ელემენტი. ანუ თავად კი რა ღიქვამს რაღაცას, ელემენტად აღიქვამს, რომელიც არის რაღა, ანუ არ უცხოურია დედამიწაზე რა, ანუ სხვა როჟა არის რა, ანუ შენ რო ლოგიკურად აბამ რაღაცებს ის აღიქვამს ყველაფერს ელემენტად. ფარდა და თავი მაგისთვის სხვადასხვა ელემენტი არ არის. ელემენტია, რომელიც არის სხვადასხვა ახსნით რა რაღაც. ერთია. და აი მაგიტო მოსდის კიდე კარგად აკეთე. მაგიტო სამი ხელი რო გამოდის და ყური რო YouTube-ი დააკავშირე ერთმანეთს, ან ძველები ვერ დაივიწყა სავარაუდოდ რა. ან რა ვიცი, რაღაცა კონტენტი დაინახა ეგეთი. ეს რაბანა, რომელიც რაბანას იმის აქვს კარიკატური. აი ხა Deal or No Deal იყო, ლაშას გადაცემაში იყო. რაბანას არ გავს ხა ეს. ზმანით გავს იმენა, ესეთი ზმანიაცია ხოლმე. წვერით და შავით უნდა კონდეს კონტენტი. ახო unboxing-ს აკეთებს ხოლმე, სტრიმავს ხოლმე ეს. ეგ მაგიტო ჩასვა. ეს რა არის? იმას აკეთებს ხოლმე. ეს არის case დოკუმენტების ალბათ და იმას რო აკეთებს ხოლმე ფარდას ავხსნიო ჩემს და ჰიტაზე რო ვიდეო გაკეთებული მაგის ისა ალბათ მიკროფონი ყველას ხელში უჭერს და რაბანა თქვა ესო რა ქვია რა ვიდეო ჩავწერეო ჯერ არ მიყურებიო ხოთა შორის დღეს უნდა უყურო ბასტო ნარკომანიაო ეგ ქონდა წარწერა ხო მე რო იცი რომ მართლა შიპასას გადაღებებზე ყველას ანუ უმეტესობას ეგონა რომ კაროჩი რას სხვა მომეუნებოდნენ არ ჯეროდათ რომ კაროჩი არაფერს არ ვიღებდი ანუ არ ჯეროდათ და ერთხელ მოხდა ერთ რაღაცა ხო რა აქტიურა საიდან აქ და უეჭველი და ოღონდ როგორ იყო იცი რომ მეუნებოდი არა თქო აი ესე გადიოდნენ და ერთმანეთში ბაზრობდნენ რომ შანსია არა კაცო არც განიხილავდნენ რომ მე არ ვიტყუებოდი
მაგაზე მაგრამ ეშლებოდა ნერვები რა და მე ნათქვამიც უთქვამს ვიღაცას ჩემთვის რომ შენზე ბაზრობსო ესა და ეს რა რომ რაღაცას იღებსო რა და არაფერს არ მოგებ და ერთხელ კაროჩე მირომ იყიდა რაღაცა სავარჯიშო ის რო არის ხო იცი ენერგაიზერი რა პროსტა სავარჯიშო ენერგაიზერი იყო რა და რომ მოიტანა იმაში რა ქვია ოფისში მოიტანა გავსინჯეთ თითო რა ანუ მაგარ ენერგიაზე მოყავ ხო რომ გავსინჯეთ პროსტა ენერგიაზე მოყავ როგორ ენერგიაზე იცი რო აი ესეთ ენერგიაზე რა ანუ ბანძ ენერგიაზე ფიზიკურ ენერგიაზე და აღარც იდო რა პროსტა იქ დიდი ხანი იდო რაცა 5 თვე იქ იდო რა ერთხელ გავსინჯეთ მაგის მერე არ გაგასწორა და იდო რა და ერთხელ მოვიდნენ სალაპარაკოთ ტიპო სასასტავი ჩვენთან რა და ესე დავტასავით რაღაცა იქ დაინახე ის და აი ეს არის უეჭველი ამას ვამს რომ მეთქით მით დალი წაიღე ვაფშე ეს კაკოსი დაინახა ესე და სხვადასხვა მოგზაურებზე რო ვქენი სულ ქართული ის ჩააქსოვა რა ხსოქს ხინკალევჭა ხო სულ რაღაც ეგეთი ჩააქსოვა სხვა არა აი კაკო გავს იმენა აი ხა ეს რო ეს რო არ ეწეროს არაფერი მაგას სახე რომ მოწიო კაკოს ვეთხოვდი კაკოს მაგრა გავს იმენა ხო სხვადასხვა მინდოდა ეგრე წამომეღო მაგრამ ძალიან ის იყო რა სახელების გარეშე ძალიან რო შევხედე მე ვერ ვიცნობდი მეთქი ამას და ეხა რომ მითხრას რატო არის ეგო მიდი და არა ლოგიკური იქნება და გავერთობოდი გამოვიცნობდი რა human კაკო ეს არის ჰამაკი ესეც მე ვარ კი ეს უფრო მე ვარ ანუ ეს იმენა მე ვარ ხო ანუ იქ ყავისფერი თმა მაგ და ეს იმენა მე ვარ ხო და ესე დაინახა ჰამაკი გაშემონა ყველაფერი ჩა ვერც ერთი ვერ ნახა სუფეხბურთის ვიდეოები გვიდევს ალბათ ლაივებში არის ფეხბურთი და აქ ეს ნახა და გადაცემები ნახა შეიძლება ნახე აი ხარისხიანი ხედავ განათება და კამერა მაგას ხაზი მაგას მარტო აქ გაუსვა ესე ხაზი მე ხო უბრალოდ ლინკი ჩაუგდე გაანალიზე მეთქი როგორი არხია და მე კარიკატურა შემიქვენი თქო და მიწერდა მოკლე ინფორმაციასთან მარტო აქ ჩააქსოვა განათებები და რაღაცეები რა ეს იმენა მოსას ნახე რაჭა აკაც ქართული ის ჩააქსოვა რა ის სხვა გლობუსი და around the world რო არის ხო სასოსი სახელიც აქ რო სახელიც გეუნება რა უნდა გააკეთო რა ხო აქ რო ჰამაკი ხო არის ჰამმოკ რო ყოფილი ხო არხი მაგალითად ინგლისურად ჰამაკს იმას იზო ხო ჩახატავდა რა არა ოქტოპა ეს კაი ხო ეს უკვე რაღაც პროექტები გავაკეთებინე ხო ეს ძალიან ძნელი გამოსაცნობი არის ეს რა ვერ მიხვდები YouTube ლიგა სხვადასხვა ხო ყოჩა არა ბოდიში მავანი რომ ნარდის YouTube ლიგა ჩაატარა ეგ YouTube ლიგა უეჭველი ეგ არის აქ რა გამისწორდა იცი ეს ნახე სლენდერა ჩახატა გვერდზე და გვერდზე სლენდერა და სოიგრე ზევიდა არ გამოტოვა ეგ მემონტაჟეები და რაღაცები დაავიწყდა ერთი ადამიანი დააკლო პროსტა აქ რას რა გონი რომ შეიძლება არის ჩამწვალი აქ ეგ რატო ქნა არ ვიცი კუდი არ არის არა ის არის სახეზე ასაფარებელი ჯოხი არის ნახე გვალი და ის ჯოხი რა ნიღბის თემაში ბოდიში გეშლება რაღაც არა ის უბრალოდ ეგ უნდოდა და კუდი ჩახატა თორე ბაზარი არა სლედუში ნუ ხალხი ეს სადია და ეს აი როგორ ზის მაგრად მაინდა სკამი როგორ დევს შენი მოიცა აი ესე რა რაღაცნაირად იმისკენ მიტრიალებული ზურგი აი ეს ზურგი არის და აქეთ აქ მარსადე ტემოჩი არა ამაში არის გამძრალი პრეზრაკი არის აი ამას თუ მიხვდები ამას ფეისე ეს რა ტექსტი რატო არის ამას ფეისელიან ადეკ ლოგიკურია ნუ თუ დაუკავშირებ AI-ის მხრივ ლოგიკურია პროსტა ისე ძნელია პლანეტები სპეისელიენი არხის სახელი უნდა იყოს რომელიც არის რაღაც ისეთი პრედატორისნაირი მარსი გინდა პატარა მინიშნება მოგცე ტექსტზე მოგცე პატარა მინიშნებას თუ გინდა შეიძლება მათ საერთოდ სხვა რაღაცა ეწეროს პროსტა რაღაცა უნდა იყოს რა ბიჭო აი გაცოცხლებულ შოუს გავს წესით რა ამბის პონჩი და კალასაც გავს ეს ტიპი მაგრამ საბოლოო პასუხია ხო რავი ეგ არის აი პროსტა აი ძალიან ძნელი იყო რა აი ხა მე უთხარი საერთოდ რომ 4 კაცი არის თქო მაგ შოუში თქო და მაინც მე-5 ჩამისვა აი რატო არა მე ვიცებ ისინი მაყურებლები მეგონი მაგრამ აი ხა იმაზე რომ რაღაცა მე ვარ რაღაცა ანუ სიტუაცია აქვს აღებული სიტუაციურად დავაჭირო მინე
ძალიან ძნელია. აი იმენ ვერ მიხვდები. მე ვხვდი, მაგრამ მაგიდა რატო ესე არის? ხო, აი ეგრე დაინა. ხო, დაწერია, ხო. აი ფუ ჩამისვა სხვა შორს არ წამიშალა, ხო. მახარ არის ძალიან მაგრამ. ხო, აი მახარას ეხა უფრო გავს, მახარა ვიდრე იქ. აიმენა. ეს ძალიან ძნელია. ეს ისე ძნელად ნახატა, რომ ეს პროსტა ეს წამ გამოწეო უკან. ეს ხელიდან გამოღებული. მე სამი ხელი მაქვს. ნახე კიდე ჩავაინტეგრირე სპონსორის, რომით რა გადაობით ჩასვიო. მართლა უნდა ჩარიცხო საწი. ეს არის ეს მართლა ძალიან ძნელია. მაგრამ გეტყვი რომ არა, ერთი წუთი. ეს სერიალი ხო არის? აჰა. ეგეთი წვერი სერიალში ვის ქონდა? და მელოტი ვინ იყო? მაგრამ მგონია რომ აი ერთ-ერთი სერიალი უნდა იყოს, ან უნდა იყოს კეთილები, ან უნდა იყოს ჩიპს. მაგრამ გოგო და ბიჭი შავთმიანი ჩიპს ეგრეთში. კი. ეს კაკია, ან ზუკი. სადდა ეს მე მონ ჩვენი რეჟისორი ეს ტიპი იყო შეჭი. სადდა მუხამე. ანუ სადდა მუხამე და ეს არის ზუკი, короче. ჩვენი რეჟისორი, ანუ იმენა ხო არ ჩანს არსად, მაგრამ ყველაზე ან უფრო ახლოს არის ვიდრე მაგალითად მახარა იყო და კალა და ისა რა ქვია რაბანა. და ეხა AI-ი რო დამიხატა ეს აი საერთოდ და შენც ვერ მიგავსკავს ეს ბიჭი მეთქი რანაირი ბასტო. მე არც ვარ ეს. ეს მაგრამ გოგო ბიჭი და მეორე ბიჭი და ეს ვიღაცა ის არის. ქორო არის ეგ, ნახე თმისფერი. ო, მაგრამ არ არის ქორო მგონი ის. ჯასო. ეს წინაზე არხების ჩამონათვალი რომ მქონდა, ანანოს არხი ჩავსვი რა და ცოტა ფოტოებში გვიან მოუწია ეხა. ეგრე გამოჩნდა. გამოწია უკან. ანოს მე ვასება ეს კაკრასი აზრი რაღაცა. ეგრევე გამოიცანი თუ რა. ჰა? ეგრევე გამოიცანი თუ რა. ეს ანანო არისო? ხო და ჯერ ანანოს არხზე მინდოდა და მე მაგაზე და რა უცევდა ასო ანანოსი კაკრას ესპრესო. ხო და ანანო ნახე სხვათა შორის რა ძალიან კარგად დახატა რა კარიკატურა, იმიტომ რომ ანანო თვითონ ხო ხატავს და არხი რო ჩაუგდე ეხა ბოლო დროს. შეხედე ეს არის ხონად დახატული. ანუ ეს და ეს პროცესი. ისა აი ესენი არის ერთნაირად ანუ ერთ დროს. ანუ შენ ამბობ მე ესა, მე ესა, მე ესა და გონია რომ ეს მე დაახატინე. არა, მიყოლები თქვენი. თუ გინდა ისტორიას განახებ AI-ს, ვერ განახებ ტელეფონი ვისროლე. ანუ ამის მერე, короче, თქვათ, აი ეს რა, აი ნახე ჟანრს ხედა უკან. ხო. აი სუ ნახე ვარსკვლავები. ხო, მაგრამ ეგრე ლაშაზე სხვა გააკეთა. просто ეგრე დაინახა ყველას. რაღაცა რა. აი, იმიტომ რომ გავსებები დაინახა. ეს სხვა სტილია просто вообще ხატვის. ხო და თან ის ჩასვა AI, რა ქვია, ხატვას უფრო გაუსვა ხაზი, ვიდრე დაგემოვნებებს. იმიტომ რომ მაგასის იმაშივე აქ რა ქვია, cover-შივე და ხო, არა და გადაწია ხა, აი ეს დაგემოვნებები ძალიან მომწონს, აი წეღანს ხო ლაპარაკე. მაგრამ ეს TikTok-ის კონტენტია ჩემთვის, რა TikTok-ზე ვუყურებ სულ. ხო, მაგრამ YouTube-ზეც ძალიან მაგარია რა. აბა ამას თუ მიხვდები. ესენი წესით. ბიჭო, უყურე გოგოები რატო არიან ვერ ხვდები. აი არ უნდა იყვნენ აშკარად, ხო? ეს ჰიტას კი ვიდეოა, რომ სინჯავენ ცხარე. შოკოლადის რო ჩასვა, ეგ ძალიან კაი იყო. ხო, მაგრამ მაინც ჰიტას ვიტყოდი, ორ ადამიანთან ერთად ან Go Let's Play უნდა მეთქვა ჰიტა, მაგრამ უფრო Go Let's Play რო ჭამს ხოლმე, სახე არ ეცვლება და მათ ცხარე ნოაქს და თვამენ. რო დააკვირდე გავს რაღაცნაირად. ანუ ისევ მახარა უნდა იყოს მაშინ, მაგრამ მახარა რო იყო, მაგით არ ვფიქრობ. ის ფუ პოდკასტი იყო. აი შანსი არა, ხო, ეგ არის. მუხამ შეხვედი. ნახე ორი ტუზგული უჭას, როიცა ეგრეა ხომეს ყველა ფოკუსში ორი ცალი აქვს ხომ რაღაცა. ლაშაც რატო გამოსდის ავაშინებზეთ? კარგი, ბევრი ფოკუსი და. სხვადასხვა ორი ყვავი უჭეროს და ორი ტუზგული. იმიტომ რომ აზღვევს სულ ფოკუსებს. რო არ გამოვიდეს ილუზიონისტურ გამოსვლებს რა. ყოველთვის დაზღვეულია, ხო, რაღაცა სხვა, ანუ თუ რაღაც ისე არ წავიდა მეორე გზა რო ქონდეს. ლაშასი მაქვს ის მოსმენილი, რაღაც ფოკუსზე გავაკეთეო და გამომივიდეო. ხო, შემთხვევით გამომივიდეო და გამოშტერნაო ხალხიო, იმენა გაიქცაო. ეგ მაგარია. მეც გამომსვლია. გინდა მაგარის, მე გადაჟირა მაგით გაკეთებული უნივერსიტეტში, ესე მივედი, უცებ ესე ჭამდნენ კაფეტერიაში და დავყარე კარტი რა. ნებისმიერი კარტი თქვი თქო ესე უთხარი და თქვა და ესე ამოუღე იმ კარტიდან და ეგ კარტი იყო რა. ეგ გავაკეთე. ხო, 1000 ჯერ მაგაკეთებული. ერთხელ მაგ გამოსული და იმას თელი ცხოვრება იმახსოვრება ის ერთხელ გამოვიდა და 1000 ჯერისთანაც არ გამოვიდა, არავის არ ახსოვს რომ არ გამომივიდა. აი ხა ნებისმიერი კარტი ჩაიფიქრე, ნებისმიერი კარტი ჩაიფიქრე. ჩავიფიქრე. ეხლა რომ გითხრა რა კარტი არის? ხო, მე ხედავ იმითვისაც თუ კამერაში ცხოვრება გემახსოვრება.
მე ხშირად ვიძახი ხოლმე რუიან ჯვარს, მაგრამ ეხლა რუიან ჯვარს არ ვეტყვი, ეხლა ვეტყვი ალეტაგურს. არა აცდი. აბა. ტუსგული იყო წეღან ხო ტუსგული. წეღან ხო იქ თქვი. ისე რომ კიდე კარტის ჩაფიქრებაზე რო აკეთებინებს, უნდა უთხრა რომ დამაგულის და ტუსყავის გარდა უნდა ჩაიფიქრე, იმიტომ რომ დამაგული და ტუსყავი ყველაზე ჩაფიქრებადი კარტებია და ბანძობა. ეგ რომ მეთქვა, ტუსგულს აღარ ჩაიფიქრებდი. ყოველთვის რას ვიფიქრებ ხოლმე იცი? ტუს ჯვარს. ავამტყოფი ადამიანები სულ ტუს ჯვარს ვიფიქრებ. აიმენ. რატო იფიქრებ სულ ტუს ჯვარს? ხო შეგიძლია ცოტა ეგ ხო ფოკუს გასართობი რა ჩაიფიქრე რამე კარტი და შენ სულ ტუს ჯვარს რო იფიქრებ, აკეთ ჩემზე გაარტყავ მე ნახე უფრო დიდი შანსია ტუზებიდან გაარტყავ. არა კაცო, მე რას ვამბობ, იცი ტიპი რომ ფოკუს გიტარებს რაღაცას და ეგეთი კონცეფცია აქვს რომ ჩაიფიქრე კარტი. მაგ დროს ძალიან დებილობას ჩავიფიქრე. ხო, უნდა ჩაიფიქრე, ხო, ეგ უნდა ჩაიფიქრე, ბას სულ ტუს ჯვარს ვიფიქრებ მე. და აქ შენ კაუნტერის აგაკ უკვე ატაკი დამუღავებული, მე სულ ტუს ჯვარს ვიფიქრებ. ეხლა შენ რომ მითხარი, აი უფრო ჩაფიქრებადი არის ტუზები რა, პროსტა ტუზგული რო ახსენებ, ეგ თქვი რომ მეთქი აღარ იფიქრებს მაგას, სკორი იმიტომ ნახსენებია. არა, არ ვფიქრობ და გაარტყა 26-მდან აზნო ვიფიქრო. ხო, მაგრამ რო დააკავშირო ოდნავ გამოვა რა, აი სიტყვაზე მე რო დააკვირდი. კაი 50-დან 80-მდე ჩაიფიქრე ერთი რიცხვი ნებისმიერ. ჩავიფიქრე. და ეხლა შენ ეგ ტიპი ხარ? ანუ 50-დან 80-მდე გითხარი, ხო? არსებობენ ორი სახეც 51-ს რო იტყვიან და 79-ს, მაგრამ მე მოდი გეტყვი რომ მაგ ტიპად არ მინდა რომ ეგ ტიპი იყო. ოზე ეგრე ჩაიფიქრებ და 79.5 გეტყოდა. შეგიმცირე ბეგარ ჩემი. 64-ია. არა. 68. არა. ეგ არის. ერთით აცდი. 64. არა, 68-ს ერთით აცდი თქო 64. 79 ჩაიფიქრე. ანუ არა, ბიჭო, შენ არ ხარ კაი. ბიჭო, არა. ეს არა, მე ბანძი ვარ, ვაფშე ფოკუსთან არ ხარ, ახლოსაც არ ვარ, ილუზიონისტი არ ვარ, მაგრამ როგორც რესპონდენტი ილუზიონისტის ცუდი ხარ ძალიან, იმიტომ რომ არა, შეხედე სპონსორს ურეკლამებ რა. ხო, შეხედე შენ რაღაცებზე დაყრდნობით ლაპარაკობ, აი 69 აირჩიე. ხო, მაგრამ ნახე. არ უნდა აირჩიო მაგრამ 69. შეიძლება ცუდი რესპონდენტი ვიყო, მაგრამ რო გავალ. არა, რესპონდენტი კი არა, არა, რესპონდენტი კი არა, არასწორი ის თქვი. ცუდი ფოკუსის ისახ, ანუ ცუდი აი წენიდან ამოიყვანეთ ერთი ამოდითო ვისაც გინდა, შენ არ უნდა ახვიდე და რო ჩაიშლება კი. იმიტომ რომ შენ ხარ ცუდი ილუზიონისტი. ეხა აქ ლაშა რო ყოფილიყო გამოიცნობდა. მე ცუდი ილუზიონისტი ვარ. მე ცუდი ილუზიონისტი ვარ, მაგრამ შენ უფრო ცუდი. არა, შენ ხარ უფრო ცუდი ილუზიონისტი. ეხა ლაშა რო აქ რო ყოფილიყო ხო გამოიცნობდა. ლაშას იგივეს გეტყოდა. მე და ლაშას გვაქვს ერთი მიდგომა ზოგადად, რომ ადამიანი ფოკუს რო გიტარებს, შენ თავიდან ბოლომდე უნდა მიეხმარო რომ მოგატყუოს. შენ თუ ფოკუს ატარებნებ ტიპს და თან აკვირდები. დაბა ხელი დაგუჭირე ხელი. დაბა ეხა აი ეგეთი რაღაც თუ გაუკეთე, ვერ ჩაგიტარებს რა თქმა უნდა, რომ ის ხო ჯადოქარი არ არის. მე პროსტა როგორ ვფიქრობ, მთელი დღე ხო რაღაცა მსგავს თემატიკაზე მივყვებით რა. ეგ ხო ვღადაოთ ამ ვიღაცა პირველი სპონსორის შემოთავაზებაზე, ვინც აქეთ მეჩხუბა. ხო ვღადაოთ. ეხლა შენ რო დაგეკავშირებინე, ეგ მე რატო დავაკავშირე არ ვიცი. ბიჭო, შენ ინსტინქტურად კი არ დააკავშირე. შენ გადაწყვიტე რომ 69 აგერჩია. იმიტომ რომ აზრიანი რიცხვია. ერთ წამში მივხვდი რა. ხო, მაგრამ ერთ წამში რა მნიშვნელობა აქვს 68 რო ყოფილიყო, 71 რო ყოფილიყო. ნებისმიერი 69-ის გარდა ადეკვატური იქნებოდა, გარდა 69 იყო, აი იდეო, ანუ, კაროჩე ვერ ხსნი, მაგრამ ეგრე არის რა, ანუ აი მოდი ერთფერი აირჩიე, ნებისმიერი ფერი აირჩიე. წითელი. არა, ლურჯი. აი ახლა წითელი რატომ უნდა ამერჩე გიჟი ვარ? ორი არჩევანი, ეგრე ლურჯი რატომ უნდა აგერჩე? რავი, ავირჩი აგერა. ლურჯს ვიძახნი. შენ მწვანე ჩამიფიქრებინე. მე არ ანუ პროსტა ჩაიფიქრე ჩქალა რომ მეუნები, მაიცა რაფერი მაცვია დღეს 4 ჯერ წითელი ვახსენე, 3 ჯერ გონი წითელი უნდა ჩავიფიქრო. ხო და ეგაა თქვა, ანუ არ ხარ თავისუფალი მაგ დროს და დამოკიდებულებით იძახი 69 არა 69. რა წითელი რა ლურჯი მაშინ, რა ლურჯი და რა წითელი ვაჭი. აი რა, ვაფშე გიხვეწებით რა, მიხედეთ რა. ნახე ყველგან ის არის, შეუკვეთა უკვე სადურეკავთ 112-ზე დამირეკეთ რა, აშკარად მკვლელობას უკეთ. ბიჭო 112 ვერ გიშველის. შენ გინდა ეგეც არის, რაღაც ზედადონე გჭირდება. კარგად მომისმინეთ. მე ესე დავიწყე. ბერი ნიკოლოზი არის ყველაზე მაგარი ინფლუენსერი თქო. ინფლუენსერი არ მიგულისხმია, მე პროფესია ინფლუენსერი, რომელიც TikTok-ით ფულს აკეთებს. მე ვიგულისხმე ზეგავლენის მომხდენ. იმხელა ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, რომ ყავს ყველაზე ძლიერი community თქო, რომელსაც შეუძლია აი ესე თქვას ბერმა ნიკოლოზმა შენ თავი წაგაძრონ თქო. ანუ აი ეს ნეტა მე მქონდეს. მსგავსი შესაძლებლობები. მე ხო წაგაცავაცლებდი შენთვის თავს და არ მომიწევდა ბერ ნიკოლოზთან ხვეწნით მის. თვალებში უყურებ. ხო არა.
იქით იყურება. შენკენ არის ყურება. აი გამოიხედა. ხო და ჩვენი სერიოზული ბასტო არ გადაოს ნიკოლოზზე მე მართლა წუხვარ, იმიტომ რომ უნდა თემა უნდა ქნას, რომ რა ვიცი, ახლა უნდა დაიწყოს უკვე ეკრანზე გაკეთება, რომ ვინც ვერ ახერხებს მისვლას მანდ. და ზოგადად შეიძლება ყავდეს რა საზღვარგარეთაც რა გამომწერები, მაგათი კომუნიტი გააერთიანოს რა, თორე ხა იქ ვერ ვეტევით ხალხი რა. რა ფოდი დავით. YouTube ლიგას როდის აპი? გამანებე თავი. YouTube ლიგაზე არაფერი არ მკითხო, YouTube ლიგა მინდა რომ ჩავატარო ხვალ. თამაში მინდა, შენ გონია მევასება ჩატარება, რატო ვატარებ შენ ერთ? თამაში გევასება და მაგე ხო. მე რო თამაში არ მევასება და სარ ჩავატარებთ. ეგ სხვათა შორის კაი არის, რომ ვის არის რა ქვია. კი, სხვა რო იცოდე YouTube ლიგა, ანუ როგორც მე YouTube ლიგაზე ვწუხდები, როდის იწყებაზე, ოღონდ გულშემატკივრებისგან არა, ფეხბურთელებისგან. ალბათ ეგრე არავინ სამყაროში არ წუხდება მოთამაშეების. და მაინც YouTube ლიგა როდის იწყება? არ ვიცი. YouTube ლიგა ძვირი ღირს ჩატარება და ფულს რომ მომცემენ დავიწყებ. მე რა ვინც მოტავს ფულს ახლა პირდაპირ ვთქვათ. არიან კომპანიები რომლებიც აკი არ მოტავენ. გამოყოფის პროცესში და ეს რომ გამოიყოფა ეს ფული, ხო გამოდის და ნელა რაღაცა ახლა გადავიდან ახლა ნელა გამოყოფაზე და ველოდები მესონა მაინც წუწურაქტებიან ეს. ერთი კამაზი $1 ფული. ხო და მოდი რომელიმე კომპანიაში მოტის სახელი რო არ კონდეს ცოტა მალი ვქნათ რა. არა, შემოტი არავინ არ არის. მაგრამ შორის მაგ ერთი ადგილი, ვინმე თუ 1500 ლარის გადამხდელი არის ერთი მასში. შემიძლია YouTube ლიგაზე ჩავსვა. ხო. ბავშვი გუნდი გავაკეთო, ერთი გუნდი, რომელსაც ყველას ბათფლაგი ეკეთება და თუ ვინმე კარგად თამაშობს, სექსშოპის სახელობის გუნდი და ყველას ბათფლაგი უკეთია რა. 6 ვეტიფს და დარბია. თუ ვინმე კარგად თამაშობს, 700 ლარში ვერ მოხერხდება? რა. ჩასმა. ვერა. აი, მაქსიმუმ 740. გავჩი ერთი 30000 ლარად ერთ კაც ჩავსოვარ. 30000 ლარი მომეცი. რა ვქნა ეგრე ღირს. 15000 გადაგიხდი და 30000 კაცსა და კონტ ეგ ზამენაზე უნდა დასვა რა და ერთი 5 წუთი გათამაში. 100000 იღერს სრული ფასი. 30000-ად ის არიან, რა ქვია, ზამენაზე რო ეგრე აღარავინ აღარ იქნება. და აქეთ გამოიხედი აქაო, ბადები ვის გამოც დაამატეთ ეგრე რა. აი აქაო. აღონთ იგეთ მხარეს. ფეხბურთელების მხარეს რა. ეგენი იხდინე ხო უიჭვე. ხო, სხვათა შორის რამდენი ხანი, აი სუპირულად როგორ დაიწყე YouTube ლიგაზე ფიქრი. ანუ რამ გადაგაწყვეტინა და როგორ მოიჭიდე, ხო დიდი ხარჯი დევს მანდ რა და ძალიან მაგარი გამო. ჩემი აზრით ვაფშე მარტივად რა, რავი. პირველი ძალიან ბუმი იყო ჩემი აზრით. მეორე იყო ყველაზე მაგარი. ხო, და მეოთხე იქნება ყველაზე მაგარი. ლოგიკური იყო რა, შეხედე YouTuber-ების ჯეირანის თამაშს თუ უყურებს, სასტავი, საზოგადოება და ერთობა, ყველაზე პოპულარული თამაში რო ითამაშონ ერთად, მაგას რატო არ უყურებენ? მე გავაკეთეთ production რაღაცა დაფინანსებები ძალიან არაადეკვატურად მოვიძიეთ, ისეთი რაღაცა მართლა sex shop-მა და ეგეთმა კომპანიებმა მომიძიეს ფული. მე წილის ყრავ ჩავაყარე, მე გამოიჩნდა ბეცონი, მანამდე არ ჩანდა ვაფშე, ანუ არავინ არ იყო ვინც ასპონსორებდა. მე დამისპონსორა, ჩამატარებინა ლიგას, სრულფასონა თავისი გამოყო ყველაფერს დაჭირდებოდა. მე ლიგა რო ჩატარება რო დავიწყე, ფული არ მქონდა. როგორც როცა ყაზახები მოფრინავდნენ აქ, ჰაერში იყვნენ, სასტრო არ მქონდა ყაზახებისთვის. ეგრე ვაკეთებ რა რაღაც პრობლემები რო იქნება, მე მაინც ვაგრძელებ და ყველაფერი კარგად იქნება იმედზე, მე ყველაფერი კარგად დარიხომ ბოლოს. და შუა გზაში ვიშოვე საპრიზო რო თქვი 10000 თქო 10000 ნანახი არ მქონდა ფული საერთოდ ზოგადად როგორი იყო არ ვიცოდ და ნახევარფინალზე გამეჩიტა ეგ ფული რა მაგრამ ისე გამოვიდა რომ ყველაფერი კარგად ჩატარდა მე კარგი რო იყო მეორე სეზონი მარტივად გავაკეთეთ უფრო მეორე რო ძალიან კარგი გამოვიდა მესამე დიდი გავაკეთოთო ვაფშეო დიდმა არ გაამართლა იმიტომ რომ რავი მართლა 71 თამაშიანი YouTube ლიგა ჩავატარეთ ძალიან იწერება 71 თამაში ამდენი იცი ანუ 71 თამაში უბევრესი არის რა ანუ ჩოლებრივ ჩემპიონი ჩავატარეთ ხო და ეხლა უკვე გადავედით იმაზე რომ მორჩა ეს YouTube ლიგის ის რაღაც ეგ ეტაპი და ახალი ეტაპია რომ მართლა მარტო იუთუბერები არ აღვთ მარტო ცნობილი ხალხი ითამაშებენ იმაში რა ქვია ლიგაზე რა მემონტაჟე გადამღები კაკიდვები ოპერატორი გამნათებელი ნათესავი ძმა არ ვიცით არავინ რა მარტო ცნობილი სასტავი ითამაშებს იქნება ისე პატარა გუნდი ანუ ცოტა გუნდი ცოტა თამაში მაგრამ ბევრი შოუ რა და გადავწყვეტ რომ ეგრე გავაგრძელოთ ეხლა პროსტა მაგას სჭირდება ცოტა კარგი შეფუთვა და მაგიტო ცოტა მეტი რესურსი გჭირდება ხო ისეც ასეც არ გვინდა რომ გამოვიდეს რა მინდა რომ ეს მე-4 გამოვიდეს ყველაზე კარგი თუ
თუ დავამბობ რომ ეგ მეოთხე სეზონი იქნება ჩემი სეზონი ანუ მე ავდგები და თავიდან ბოლომდე ჩავერთვები 100% ყველაფერს ყურადღებას მივაქცევ როგორც შენზე გამიგია სხვა იმაზე ძალიან გამოუძნებელი იყო ძალიან დაღლილი წერსო რაღაცეებსო დაუნახე ხარ ჩორნამიც სადიოდა და სუ ისე იყავი იფიტებოდი რა ხალხს ეგ შეგრძნება რჩებოდა იმ დეშრომას ძებსო რომ იფიტებაო რა და ბიჭო ხო ყველა თამაშზე რომ ვიყავი ყველა აი წარმოიდგინე ვიღაცა რომ ჯვარი ან რაღაცა ეთკინებოდა ყველასთან მქონდა კომუნიკაცია მე ანუ ვაფშე ყველასთან სპონსორებთანაც მე მქონდა კომუნიკაცია და ფეხბურთელებთანაც მე მქონდა კომუნიკაცია და ფორმა რომ ვიღაცას პატარა ქონდა დიდი ქონდა მაგასაც მე ურეკავდი და ყველა ტიპი აი როგორი ოღონდ ახლო ურთიერთობა მქონდა რა მეგობრული ხა დაახლოებით აგიხსნე რა თემა არის რა ვიღაცაზე მეუნებოდნენ რომ დამამატეო თქვა გუნდში არიან სამი ტიპი X ტიპი Y ტიპი და Z ტიპზე მეუნებოდნენ რომ დამამატეო X მე მეუნება რა თქო დაგვამატებინეო მე X უარს რომ მეუნები იმდენად ახლო ურთიერთობა მაქვს ყველასთან რომ Y-ს გონია რომ X ეუნება რა კრავჩიო მე დაურეკავ მე უარს არ მეტყვისო და წარმოიდგინე ყველა მე ანუ ყველასთან რომ ახლო ურთიერთობა მქონდა ყველას ეგონა რომ განსაკუთრებულად მიუდგებოდი ყველას რა ბევრს ეგონა რომ განსაკუთრებულად მიუდგებოდი და ოღონდ უარს ესე არ ვიძახდი არას არ ვიძახდი ბოლომდე უხსნიდი რა იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ხა ჩემი ორგანიზაცია დამოკიდებული არის ფეხბურთელებზე და ფეხბურთელების კომფორტზე თავიდან მოვიდა ზრუნავ. არაფრის არავის გადახდა არასდროს არ უწევდა რა. რომ მოდი ეს ფორმას მე ვახვედრებ, მე უპრინტავ, ყველაფერს მე ვაკეთებ საერთოდ. ლოგოსაც ვისაც არ აქვს, ლოგოსაც უკეთებ. დაჟე თავიდან იყო ეგეთი თემა, რომ სხვა ბეთში არ შეძლო შემოსვლა. და იმდენი ვიჩალიჩე, რომ ბოლოს მივედით იმ ეტაპამდე და ეგ გამომყვა ბეთსონი მაგაზე და ძალიან საღოლ, იმიტომ რომ ბევრი არ გამომყვებოდა დარწმუნებული ვარ და აჯდებოდა იმენა ამბავს და უთხარით რომ მეთქი გუნდებმა როგორც გუნდებმა თუ უნდა რომ იფუნქციონირონ გუნდის გაყიდვა უნდა შეეძლოთ ჩვენ პროექტში და გუნდები გამოდიოდნენ სხვა ბეთის სახელების გუნდები ლიდერ სპორტი გამოვიდა კრისტალ სპორტი გამოვიდა მიუხედავად იმისა რომ თავიდან თემა იყო რომ მაიკაზეც არ შეეძლოთ ვიღაცას რომ წერებოდა ეგ სხვა ბეთი მაგრამ ბოლოს სახელებით გამოვიდნენ და ეგ სწორი მიდგომა იმიტომ რომ თავისუფლებმა შეუქმნა გუნდები აი ბიზნესი თუ გინდა რომ აი ქვეყანა თუ გინდა რომ კარგად იყოს ცალკე ტიპები კარგად უნდა იყვნენ შიგნით რა თუ გინდა რომ ჩემპიონატი კარგად იყოს გუნდებს უნდა ქონდეს შესაძლებლობა რომ როგორც გუნდი ისე ხელმძღვანელობა შენ არ უნდა დააჭდა პროცენტები და წილები არ უნდა გამოვართო ხო და სადაც მომდე ძალიან იფიტებოდი ხო იფიტებოდი იმიტომ რომ ბევრი ბრძოლა მიწევდა ყველაფერზე ლაპარაკი ეს და მე თამაშზეც ძალიან ბევრი პრობლემა იქნებოდა რა ანუ შემოყვანები იქ ვიღაცა ჩემი ახლობელი გადმანუ კაროჩი რა და ბოლოს ხანდახან ავკვირდებოდი ავფეთქდებოდი ხომ იმიტომ რომ ისეთ ვიღაცისთვის რომ დიდი პრობლემაა და მე რომ მაჩერებს დროს მართმევს მე რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანს ვაგვარებ და უცებ რაღაცაზე მელაპარაკება აი შეიძლება ავფეთქებულიყავ იცი და ავფეთქებულ ვარ კიდეც რა მაგრამ რა გინდა ხო რა გააჯვი რა ანუ აი ზუსტად ესე რა და მაცადე რა ხო იმიტომ რომ აი არ მაინტერესებს რა ეხა ეგ თემა რა ანუ შენ არ მაინტერესებს მე გითხარი რომ შენ სიამომეცი თქვა ისე მომფრა დაახლოებით გქონდა სიამომეცი აქეთ ვინ შემოყავს კაცზე გაქვს ორი ცალი ორ ცალს რომ მაძლევ მე მესამე აი ამის ის არის კიდია რა ეხა მე უნდა გავიდე დაცვას უთხრა ნამდვილია მე იქ ბავშვე დამინახავენ ბასტო მე ჩემიყვანე ვიღაცა შემყავს არ არის რა ანუ მაგაზე არ უნდა ვხარჯავდე დროს და მაგრამ კიდია ვაფშე არა ანუ წონა არა აქ ეხა ეგ ადამიანი ვიღაცის ძმის დიშვილის მამა აქეთ იჯდება თუ იქით იჯდება ორივეგან სტადიონია მაგის გამო 20 წუთი და ტვინი არ უნდა მომიტყნა რა ხო მაგრამ ეგ ოხრევი დამოკიდებულებაა რა ანუ შენ რომ მაგაცის იმან არიცის ვერ ხვდება იმას არ აქვს ნანახი მე დღეს რა გავაკეთე მხედავს რომ რაღაცა ვდგავა რაღაცა ვაკეთებ და დაინახავ რომ დრო მაქვს და მოდის მესმის კაცო იმის ჩვეულებრივი ამბავია რა შეიძლება მეც ვერ მივხვდარიყავი მაგრამ იმანაც უნდა გაიგოს და მეც მესმის მაგალითად იმათაც ესმოდა ჩემი რომ ავფეთქდებოდი ხოლმე რა ანუ იქ ყველაფერი შენზე ტყდებოდა სუბორდინაცია იყო რომ მე ჩემზე იყო დამოკიდებული მე მქონდა პასუხისმგებლობა პროექტის და ეგ თემა იყო როგორც კი ის თავდებოდა ჩვეულებრივ ანუ ვაფშე არავისთან კონფლიქტი საერთოდ არავისთან არ მქონია რა ანუ არანაირი ანუ არაფერი ცუდი არ მომხდარა რა მიუხედავად იმისა რომ ძალიან დაძაბული გარემო იყო ხოლმე ხშირად რა იმიტომ რომ რა ვიცი დაძაბული არა ეხა რა ხო სხვა რა გინდა რო ლაივში ხარ თან ეგაა ცუდი რომ ჩაწერილი არც ერთთან ყველა არის ლაივში გადის იქ რაღაცა კომპიუტერი გაგვიფუჭდა ერთად ნახევარ ფინალზე გადაიწვა წვიმდა ხოლმე და მე ჩვენ ვაკეთებდით ხოლმე იმებს მაგრამ კარგი ის იყო ერთადერთი რომ მე შემეძლო მარტო ტვინით იმას მექნა ტვინით მემუშავა
და გუნდი ვინც იყო ჰამაკის იქ მიუხედავად იმისა რომ ლოგოს ნიკა აკეთეს, მაგრამ ყველა ლოგო ვაფშე რო იცოდე, ვაფშე ჰამაკის, YouTube ლიგის, Kick-Off-ის, ყველა ლოგო ბრენდინგი ნიკას გაკეთებულია რა. ვაფშე ყველაფერი რა. და ეგ რო მე რო ფიქრი მიწევდა ჩემ უკან ისე ანუ გორჩ YouTube ლიგაზე რო ნახო ჰამაკის 7 კაცი გაკეთებულია თავიდან მომდა ყველაფერი რა. რო გენახა როგორ მუშაობდით რაღაცა სუპერძალები გვეძლეოდა, რომ დაიწყებოდა ლიგა, სუპერძალები გვეძლეოდა ყველა რაღაცა რომ გამოვდივართ იქიდან შეიძლება ერთი ლეგო ვერ ავაწყოთ 7 კაცმა რა. მაგრამ იქ იმენასახეს ვაძლევთ. ხო, იმიტომ რომ საქმე ჭირდებოდა პასუხისმგებლობას ასოციაციას. არ ვიცი როგორ ხდებოდა, მაგრამ იმენა Fantastic Four-ი ვიყავით რა. ანუ უცებ ფაპ. ანუ ეგ ძალიან კაი. იმ Kick-Off-ს კიდე აპირებ? კი, Kick-Off-ი იმიტომ ჩავატარო კიდე გავაკეთო, ანუ ეგ ძალიან ძერს კი იყო ეგ ეს. პროსტა გავაკეთ, ან ჩათვალე რომ ეგ გავაკეთეთ, ეგ დაორგანიზდა, короче, 0-დან ფულზე 21 დღეში. 21 დღეში? 21-ით 3 კვირით ადრე არაფერი არ იყო და 3 კვირაში ეგ იყო. ნუ ყველას ეგრევე დაუკავშირდი, ეგრევე კითხვეს ჩამოსვლაზე, მოახერხა ჩაიტიე. ყველას მარტივია ყოველთვის ეგ. საუბრში. ფული არის სადატარებ, როგორ ატარებ, თანხების მოძიება, სპონსორების დარწმუნება ლაპარაკენ. მე რო გეუნებიან რომ ამას გაძლევო და უცებ რო არ გაძლევენ და -30,000 ლარს რო გაგდებენ. ბოლო დღეს რო გეუნებიან რომ ბანერი არ გქონიაო თურმე ერთი თვის წინ რომ მოხვედიო და კი გითხარითო 13 ივნი 14-ში აივენთ და 13-ში მწერენ რომ უი არ გქონიაო. და მე უცებ ლედ ბანერი უნდა გავყიდო, რაზეც გაყიდული მაქვს მე რეკლამა ვთქვა. იქ ლედ ბანერი რო გავაკეთეთ, რეკლამა ეგრე გავყიდეთ. ანუ მან დგაში ფული აქვს ვიღაცებს გადახდნენ და ვისაც მე ფული უნდა გადამეხადა რომ უნდა მომეცა ის აუ არ გვაქვს. ხო და სხვა უცებ ერთ დღეში მოგვიწია მაგის მოძიება. მან არის სიტუაცია სადაც უნდა აფეთქდე. ხო და თან გუნდის კაპიტანი ხარ, გუნდიდან გეხვეწე ვარჯიში დაგვინიშნე. ვივარჯიშოთ დღეს არ მცალია, მე ამ ვარჯიშის გადაღება როდის დაიდოს, როგორ არ დაიდოს. ძალიან რთულია. YouTube-ის გარდა რას ეკეთებ ხოლმე? რა საქმე? არაფერს საერთოდ. YouTube-ის გარდა დრო არ მაქვს ვაფშე. მარტო ორი არხია და ცალკე მაგრად მევასება კონსულტანტი ვარ ხოლმე სხვა YouTuber-ები თუ დამირეკავენ და რაღაცა კითხვა აქვთ. გამოცდილება მაქვს, იმიტომ რომ პროექტები რო გაგაკეთებული ამ ხელა. სხვა დონეზე წდება მაგრამ 300,000 მოგცემს თუ არა კომპანია უფრო მაღალ დონეზე წდება, ვიდრე 2,000 ლარი დაგასპონსორებს თუ არა რა. და რახან მან მაღალ დონეზე გადაწყვეტილებებში ნამყოფი ვარ, ბევრჯერ გამოცდილებაც მეტი მაქვს. და მაგრამ მიყვარს საქმე რაც არის. შემოსავლის წყარო არა, იმენა საქმე, ადამიანური საქმე, ის რომ დავიბადე, არის რომ დამირეკავენ და რომ კითხავენ, გაცემა იმეს რეკომენდაციებს როგორ მოიქცეს, ვიზ როგორ მიუდგეს, რა უთხრას, რანაირად უთხრას, როგორ ჯობია, რა მოწონთ, რა არ მოწონთ. მაგაზე შემილია დავხარჯ უდიდესი დრო, რომ ვინც არ უნდა იყოს და იუთუბერია და ამერიკოს, აი უეჭველი ყველა მაგას ხალხის დახმარება. თამამად ვიძახი, იმიტომ რომ არა დამადასტურებელი არავინ არაა, რომ არ დამიდასტუროს, რომ ბასტოს დაიკიდა არ არსებობს რა. იმიტომ რომ ის კი არა რომ ეგ მისწორდება. ანუ საბოლოო ჯამში რომ დგები ხო, რომ იძინებ ხო არის, რომ რისთვის დაიბადე და რისთვის შოვლობ ფულს რა და ფულს რაღაცით შოვლობ, მაგრამ დავიბადე იმისთვის, რომ შემილია, რომ ვილაპარაკო, აზრი გადმოვცე, გავაგებინო, ბევრ ენაზე ვილაპარაკო, ბევრ სტილის ადამიანს თავისნაირად მიუდგე, რომ გავაგებინო და ეგ რო გაქვს და მაგას არ იყენებ. არის ძალიან ცუდი რა და მე პირიქით კიდე ჩემი ის არის მაგიტო არ ღბლიანი, რომ მაგას რო აკეთებ, მისწორდება და დიდი ხნის განმავლობაში შემიძლია ვაკეთო. ხო, ხალხის რაღაცაში დახმარება ყველა სიამოვნებას ანიჭებს და თან მე რო გამოდით და უკავშირს რო იღებ, ეგ ხო სალკე გაიფია. დახმარებაც არის, უყურე გაზრდა არის, აი უფრო რა არის, რომ იმ ტიპს შენ კი არ მიყავს სპონსორი კი არ მიყავს მაგასთან. ასწავლე შენ რომ გაქრე როგორ გააგრძელოს მაგან კომუნიკაცია. ანუ ეგ უფრო ეგაა მაგარი თორე. ფულის ჩარი სპონსორის მიყვანა არ არის თლა მაგარი ტიპობა რა, ანუ ერთჯერადი დახმარებაა რა. შეიძლება მიუყვანო სპონსორი და იმან ვაფშე ვერ მიხდეს, რომ ანუ ეგრე ხდება და მე კიდე შენ დაგირეკო სპონსორი მომდეს რა. ეგ ძალიან ისა რა, ანკესი და თევზის ამბავი, ანკეს რო ჩუქნით ხოთესლი ხავედ რა თევზს რო აძლევ ეგრე. იმიტომ რომ ვერ ისწავლის მე თევზაობას, ხო, ეგ რა თქმა უნდა. შენ რო ეხა იუთუბერი არისო, რამე პროფესიაზე წარმოგიდგენია თავი? ფეხბურთელი არ ითვლება, ხო? არა, ფეხბურთელის გარდა, იმიტომ რომ სად იმუშაოდი, ამ სატოგისო ვიცი. დიპლომატია რა. ხო, ეხა ის კითხვა. მაგას ვიწყებდი, მაგით ვიწყებდი, ჩინური რო ვისწავლე.
პროექტის ამბავში კომუნიკაცია რომ გამომდის მაგ პონჩი ალბათ დიპლომატი რა. მე ხარ რომ დავფიქრე რატო დაგისვია შეკითხვა რა წინაზე ვფიქრობდი რა უფრო საჭიროა რა ესე რომ იყოს თვით დასაქმებული ქვია ეხა იუთუბერის ჩათვალე და ნუ მეც თუ რამეს ვაკეთებ ჩემი ჩალიჩობ ხოლმე კიდე ჟარგონულად ვიტყვი ვიდრე სადმე იმუშავე რა და რა უფრო მნიშვნელოვანია ეს უნივერსიტეტში რომ იმუშაო და დიპლომი აიღო მაგ ეხა რასაც ვლაპარაკობთ მე წარმოვიდგენია რომ უნივერსიტეტში რომ მე გამეგზალებინა აი საერთოდ ვერ მივიდოდით არ არის ეგრე რა ცალსახი არა ცალსახა ერთ-ერთი ისა რომ გიპასუხო ხო შეიძლება კი მინდა ცალსახა ერთ-ერთი ისა რომ საგანათლების სისტემა არ გვივარგა ხო ეგ ძალიან ცალსახა არის უნარების გამოცდას რომ ამოიღებ არ გივარგა კაროჩი განათლების სისტემა რა მაგრამ მიუხედავად მაგისა ესე არ არსებობს რა ფორმულა რა ზოგს აქ შემოქმედების ნიჭი და სურვილი ზოგისთვის შემოქმედების შემოქმედება ფულის საშუალებლად შეიძლება იყოს ჯოჯოხეთი ანუ ზოგს ურჩევნია რომ იყოს რაღაცა მაგალითად სხვაგან იყოს და ურჩევნია ანუ მაგ ეგრე არ არის რა შენ უნდა გააკეთო აი შუალედი უნდა გქონდეს რა გისწორდება და რისთვის ხა ანუ რა გამოგდის ანუ მაგორის ნაზავში უნდა მონახო პროფესია რა და ზოგი პროფესია არსებობს რომ შენ შრომის მოყვარეობა ნიჭია კი ანუ ჩვენ ერთ-ერთი ნიჭია რა შრომის მოყვარეობა შენ რომ რაღაცის კეთება შეგიძლია ერთი რაღაც კეთება ბევრჯერ შეგიძლია რაღაც რომ დაამუღამო ეგ არის ნიჭი ხო და თუ ეგ ნიჭი გააქვს შენ შეგიძლია მაგალითად ეგ ნიჭი გააქვს ხშირად მაგ ტიპს ნაკლებად აქვს შემოქმედების ნიჭი იმიტომ რომ შემოქმედება იბადება სიზარმაცეში რა რო რამე რა ანუ სიზარმაცე რა არის რომ მარტივი ხერხი მოძებნო რაღაცის გასაკეთებლად და ეძებს რაღაცა უფრო მარტივ ხერხებს და მძებნაში სპეცდები შემოქმედებაში და ვინც არის ადამიანი ვინც შრომის ანუ უფრო ურჩევნია რომ რაღაცა ისწავლოს ის ტიპი სხვა პროფესიის ტიპი ანუ უკეთესად გამოვა ანუ შენ თუ ეს ტიპი ხარ და აქედან ტიპი გეუნება რომ ეს ჯობია არავითარ შემთხვევაში ანუ შენ თუ აქეთ გადახვედი შენ იყავი შენ ადგილას და წახვედი ტრაქში რა ან ეს ტიპი თუ ხარ და აქედან გეუნებიან რომ შენ თუ დიპლომი არ აიღე და შენ აქეთ რაღაცებს ქმნი გონებაში და წადი ხა იქ და იქ ჩააბარე გეუნებიან აქედან იქ თუ გადახვალ შენ მაინც ტრაქში წახვალ ანუ არ არის ეგრე ცალსახად რომ ეს უნივერსიტეტში ტიპები ზოგი ადამიანი უნივერსიტეტში უნდა გააგრძელოს და რა მნიშვნელობა აქვს ანუ უკეთესი განათლების სისტემა უნდა ხო საერთოდ და რაღაცა კარიერულად იყოს employee კი არა დასაქმებული და ზოგი პირიქით რა სხვანაირად ანუ ეს სტაბილურობა ეს არასტაბილურობა მაგრამ არასტაბილურობაში იბადება კრეატივი ზუსტად კრიზისში იბადება კრეატივი და შენ თუ აქ სტაბილურად ხარ კრიზისი არ გაქვს და კაროჩი რა ხო მიხდას ხო კი უბრალოდ მე როგორ ვთქვი იცი ნახე ნიჭი გაქვს რა იქაც შეგიძლია ყოფნა იქაც შეგიძლია ხშენ არ შემილია მე ორგან ყოფნა სხვა რაღაც იქ შეგატყე ხა იქ შენ რო სტაბილურად ვიღასამ დააქსოს და არ იმოზრო გითხრას რავი ვერ გაჩერდები აყირავი მაგიდას ხო მაგრამ ანუ უყურე ტიპი თუ კარგად მღერი და мама მოცეკვავე ყავს. ხო. და ცეკვაზე შედიხარ სიმღერის მაგივრად არის შტერობა კაროჩი რა. აი მაგის თქვა მინდა რომ შენ თუ კარგად მღერი, წად უნდა იმღერო აუცილებლად. შეიძლება კარგად მღერი და თან ფეხბურთსაც თამაშობ. ორივე უნდა აკეთო. ანუ შენ სფეროს როგორ შენ რო ადამიანი ბედნიერი, ყველაზე ბედნიერი არის რომ რასაც აკეთებს კარგად გამოსდის. ანუ მაგ დროს არის კარგად ადამიანის სინამდვილეში რა. ანუ მაგ დროს გრძნობს კარგ თავად რომ კარგად თავს რომ შენ საყვარელი საქმე საკეთებ და მაქედან რასაც ხო რა თან გამოგდის რა ანუ კარგი ხარ შენ მაგარი ხარ მაგაში ანუ უყურე ძალიან მნიშვნელოვანია რა მიდი აბა ვინც არ მღერის და ამღერე კონცერტები ატარებინე ვაფშე არ გაუსწორ და ყველა მისოდესო ცუდად მღერის რაც არ უნდა ფუშო უკენდან და რაც არ უნდა მაგრა ფული უხადო რომ აი გააცნობილო თქვა და ტიპი ვერ მღერის არა ყოველთვის ეცოდება ტიპს რომ მღერის და всё ხო ნუ ეგ მაინც თავის ეგოზია ეგო როგორც გეუნება რომ შენ ახლა ამას კარგად აკეთებ კარგად იცო სფეროები რო შეადარო რა შენ სტაბილურობას უფრო მიანიჭებდი უპირატესობას თუ ესეთ სფეროს შემოქმედებითი დავარქვათ სადაც აი იუთუბერი შეგიძლია იყოს შეგიძლია რა ვიცი რაღაცა იყიდო და ცუდად გაყიდო მაგრამ უპირატესობას რას ნიშნავს მე მგონია რომ აი გეტყვი პროცენტულად გეტყვი რა აი მოსახლეობის 20%-მა უნდა აკეთოს ეს და 80%-მა ის სტაბილურობა უნდა რჩიოს 80%-მა და 20%-მა ეს იმიტომ რომ შექმნა
ხდება უფრო იშვიათად, ვიდრე ამ შექმნის მოვლა, აი ვთქვათ რა, AI ტიპ რო შექმენი ერთმა ტიპმა შექმნა, მაგრამ ამ AI-ს რო შეინარჩუნო და მოგემსახუროს და იარსებოს, უბრალოდ ჭირდება 100,000 ადამიანი. და ეს ტიპი ვინც შექმნა, ვერას დროს ვერ მოულის, იმიტომ რომ არ არის ეგროჟა, რომ შექმნის და უნდა მერე იჯდეს. და მაგიტო გეუბნე პროცენტულად თუ გინდა რომ კაცობრიობა იმუშავოს, პროცენტულად 20-იც ბევრია, შეიძლება 10% უნდა იყოს შემოქმედი და 90% უნდა იყოს სტაბილური რა. ხო, კაგრას მაგ პასუხამდე მივედით, ეგ გაყოფა მინდოდა, უბრალოდ შენ უფრო კარგად გაყავი რა. ხო, ანუ ეგრე ლოგიკურად ეგრე ჩინეთი მაგალითად მაგიტო მიდის წინ რომ ეგრე არის რა, ანუ უდიდესი ნაწილი იმენა იმაშია რა ქვია. და თან ბედნი კარგად ანუ გეუბნები ანუ უსწორდებათ რა. ხო, აი ეგ არის რომ და საქართველოს პროსტა ქარტა ანუ ერებიც ეგრე ვართ. ეხა ერი ჩვენ არ გაგვიმართლა ცოტა, იმიტომ რომ ჩვენ არა პატარა მეტწილად შემოქმედე როჟები ვართ, მეტწილად. ანუ შეიძლება 50-50-ზე ვართ აქ და მაგიტო არის რომ აი YouTube-ი მაგიტოა განვითარებული ანუ აი ეგეთი მხარეები ყველას ეს უნდა, ყველას YouTube-ზე უნდა, იმიტომ რომ გრძნობენ რომ ეს ურჩევნიათ. ჩინეთში არავის არ უნდა ეგ. ისე ვამბობ რა, ანუ არავის არ უნდა რომ რამე ზედმეტი პასუხისმგებლობა ქონდეს, თავი რაღაცა სწორად გააკეთოს და მაგას ხელფასებას მეწავდეს, დახარჯოს, დალიოს, გაერთოს, რაღაცა იყიდოს. ხო, იდეაში არჩევანზე თუ დავიდა მე მირჩევნია ვიდრე ვამონტაჟო ვიდეოები, მიმონტაჟონ რა, ეს რო შეხვდა მემონტაჟე და იუთუბერი, მაგრამ ხო, ეხლა პროსტა მე მიწევს მაინც დამონტაჟებას გადაგოს ყველაფერი. ცუდი არა, მე ვამბობ რომ არ უნდა იყოს, კაროჩე, იყურე დასაფასებელი უნდა იყოს ის ადამიანიც, ვინც კარგად უნდა დაფასდეს ეგეც რა, ანუ მაღალი იუთუბერებს თქვა თუ აქ მაღალი სპონსორშიპზე თუ მიდიან ეს ტიპები აუცილებლად უნდა დაფასდნენ, რომ ამათ მაღალი ხელფასი ქონდეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ნაწილი, ანუ უფრო მექანიზმის აი ჩათვალე რომ ტვინი ეს იყოს და დანარჩენი ყველაფერი სხეული ეს რა და ცალკე ტვინო დადო ლორწყი არის რაღაცა რა იმ სხეულის გარეშე რა და სხეულს ტვინი გამოართვა ორივე ერთი და იგივე. ეგისაც მასის პონჩი ეს უფრო ბევრი უნდა იყოს. ეგისაც მასე არ არის ხომ? მე დიდი სპონსორი რო შევა, როიცა ეს სიტყვა დაასპონსორა რომელიმე ბეთმა, ხო იცი ეგ როგორ თანხებსაც რიცავს, ეხლა ყველა მიცის რა. ეხლა მემონტაჟი ხო უფრო მეც მოითხოვს, ხა, იმიტომ რომ უკვე სპონსორი ყავს. ბიჭო, მემონტაჟი რომელიც მეტი არ მოითხოვოს. მეტი უნდა გადაიხადო, ხო რა, იმიტომ რომ გეუბნები. ეგ ადამიანობა უნდა დაგაკარგინოს. ადამიანობა რა თუ შემოქმედი ხარ და პრეტენზია გაქვს თესლი როჟე ხარ, თქვა და ფიქრობ, არც უნდა გაგიჭირდეს იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ ხელფასი მომატოს შენს იმას, რა ქვია. არც არ თქმევინო. ანუ არ თქმევინო კი არა. ანუ ჩათვალე, რომ აი პროცესია რა, ამას უნდა მოყვეს ეს ეგრევე. ანუ ის კი არა, რომ შენ უნდა მოიშენ თავი და გასცე და მაგარი ტიპი კი არა ხარ. შენთვისვე ეგრე უნდა ანუ ლოგიკურია, რომ იმ დღეს ვამბობდი, რომ ერთადაც ვიტყურა. კაროჩე პატიება არ არის სულ გრძელობა რა. პატიება არის ლოგიკური გადაწყვეტილება. თქვა, ნუ შენ მე რო შენზე ვარ გაბრაზებული, შენ ჩემთან დანაშენ ხო და მე არ გპატიობ, მარტო მე მინუსდები. ანუ შენ ისევ გაწუხებს ნამოს, მაგრამ მე რო არ გპატიობ, ჩემში ცხოვრობს ეს ბოროტება და ღვარძლი და რაღაცა. ანუ მე რო გაპატიებ, მაგარი როჟაკი რო გაპატიე, ყველამ უნდა შენ თუ პატიება შეგელია, უეჭველი ეგრევე უნდა პატიო, შენთვისვე ვამბობ. იმიტომ რომ მალევე მოიშურო ის რაღაცა ნაღველი თუ რაც არის რა. თუ არ ნაღველი ალბათ, ნახველი არის. ნახველი ვერ იქნება. ხო და ეგეთი რაღაცაა რა, ანუ თითქოს სულ გრძელობას გავს ეგ ხელფასის მომატება, შენ რომ უფროსი ხარ ატივის ხელფასს უმატებ. თითქოს რომ არა და ეგრე არა, იმენა შენთვისვე ლოგიკური არის, სწორი არის. მაგას რო არაკეთებ, ხარ დებილი, რომელიც არ პატიობს რა. ხო, სხვა გზა არ იქნება და ეგ არის რა, ეგრე წარმოვიდგინე, ეხლა სიტყვაზე მაფია წარმოვიდგინე უფრო მეც უხდის. თავის მემონტაჟეს, იმიტომ რომ ძნელიც არის, მაგრამ ისედაც დიდი პროექტია, ვიდრე, რა ვიცი. შენ რო ყავდეს მემონტაჟე, შენ გადაუხდიდი, იმიტომ რომ შენ უბრალოდ კაც მე კარგად უხდი, კაროჩე. ხო და შენ უბრალოდ ზიხარ და რაღაცა ერთი კადრი უნდა იყოს და არ წვალობს რა, მაგრამ შენ რო იჯდე ესე და იგივე საქმეში, აი ერთი ბეთი ამონათ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე კომპანია რაღაცა ის ტიპი იფიქრებს. შენ უნდა გაგისწორდე, აი უყურე შეხარ მემონტაჟე. და შენი ხელფასი იზრდება იმის მიხედვით ამას რამდენი სპონსორიც ყავს. ამას იმდენი სპონსორი ყავს, ამას რამდენი სპონსორები ეზრდება იმის მიხედვით როგორი ვიდეოებს აკეთებს, რამდენი ნახვას დებს. და უკვე შენი ხელფასის გაზრდა დამოკიდებული ამის ნახვაზე და უკვე ისე მუშავ. ანუ მაგას ვამბობ, შენზე ანუ შენთვის უნდა მომატო თქო ხელფასი რა. შენ ვარ მომატებ, ანუ ძალიან კაი იმ ეტაპამდე მივედით. დავაფასოთ მოდი მემონტაჟები, ეხლა ვფიქრობ, რომ რამე ედიტების გათამაშება შევაგდოთ თქო რა.
იმიტომ რომ ნუ ბევრი ის არ არის დაგროვებული მასალა, მაგრამ იცი იდეების გათამაშება პირველად YouTube-ს მე გავაკეთე? ხო, არ ვიცოდი კაკრას აი ეს პირველ სეზონში. ხო? არავის ანუ სუსუ პირველი. მე მეგონა რომ მაფიისგან იყო წამოს. არა, მაფია მე გავაკეთე. პირველი გავაკეთე მე ვაფშე. ედიტები, ვაფშე ედიტორები, სიტყვა ედიტორები გოგოლა აბიტურიენტი იყო, ეხლა რომ დაამთავრა უნივერსიტეტი. აბიტურიენტი იყო, რომ ჩემთან ედიტების გათამაშება მოიგო. ო, ძალიან მაგარია. ეგ არ ვიცოდი მართლა. მე რატომღაც წარმომედგინა რომ ეხ G2G-ს გამოვყურებ. ამიტომ G2G ბევრი დიდი ხანი და განრედა ცალკე ვიდეო განხილვა. მე პროსტა ეს მე ანუ ინოვაცია ჩემი იყო, მე დავნერგე რა. ხო და თან კარგად წაიღო რა და იდეაში ეხა ძალიან მაგარ საქმეს. TikTok-ერებსაც საქმე აქვს. ხო, ძალიან TikTok ედიტორებს. ხო, TikTok ედიტორებსაც საქმე აქვს და თან ეხ ჩვენც აღარ გვიწევს იმის ის რა ქვია, წვალება პატარ-პატარა შორტები, მაინც საჭიროა რომ დადო 1-2, მაგრამ სულ რო დადო და გაგივარდეს რაღაცა, იქ არ გიწევს წვალება და ძალიან გეხმარება რეკლამირებაში რა. ოღონდ დაწყებამდე გეტყვი. აქ შეიძლება შემიწელი ყოფილიყო, მაგრამ არ არის დაფიქრდი. დაწყებამდე გამოვაყოფინე, აი სადღაც მე 3 თვეში 3 წელი გახდება რომ ანუ გამოვაყოფინე პეპსის კურსასმენები და რაღაცეები ედიტების გათამაშებისთვის, სანამ გავაკეთებდი ედიტების გათამაშებას. და ვაფშე ყველაზე მაგარი ფენტეზი საიტი გავუკეთეთ იმენა ხო რა. ანუ ფენტეზის თამაშობდნენ YouTube ლიგაზე მეორე სეზონზე უკვე. და მესამეზე მანქანა გავათამაშეთ. ბინაც გვინდოდა, მაგრამ ვერ გავათამაშეთ. მაგრამ მახარა თამაშებს. მე მაგრა ასტორებს. ყველაფერს ჩვენ ხო არ გავათამაშეთ. ძერსკია ძალიან ბინის გათამაშება მართლა სი. ბინა არის ძალიან მაგარი რაღაცა. ბინა ადამიანის ცხოვრებას ცვლის რა. მანქანა არ ცვლის ადამიანის ცხოვრებას. მანქანა უფრო სხვა რაღაცა. ბინა აი ვაფშე გიცვლის. ბინა ან საცხოვრებელი ადგილია, რომელიც ხარჯს გიკლებს ძალიან, ან ადგილი რომელიც ხელფასს გაძლევს, გააქირავებ და ხელფასი. ანუ მაგარით ყველას თესლს საჩუქარია. თუ გაქვს მომე. 16 იანვარს მაქვს დაბადების დღე. მე შენზე მადლი მაქვს. 1 სექტემბერს მაქვს ეხლა. 1 სექტემბერს მაქვს დაბადების დღე, აურად სუდი დაბადების სექტემბერს. სკოლაში იხდიდი ხოლმე, ხო 2 შაბათს დაბადების დღეს. მაგის გამო იცი რომ 7 წლის მომიწია სკოლაში შესვლა? 6-ის იყავი. 6-ის რო 5-ის იყავი და დაიწყო გავხდი, მაშინ მქონდა დაბადების დღე და მაშინ იწყო და სკოლა და არ მიიღეს საბუთები და 7 წლის შევედი სკოლაში. და მაგიტო 14-ის იყავი სკოლაში. კლასში ყველაზე დიდი ტიპი მე ვიყავი. მაკო მაღალაშვილი იყო ჩემი კლასელი, რომ შევედი, მე 6 კლასში გადავედი, მაგ სკოლაში 106-ში შევედი ბოლო მეხსეიში და კაცი ვიღაცა რა. წველებიანი დიდი კაცი, ესეთ პატარა ქონდა მერხი ძლივს ეტეოდა რა და მეთქი შობელია რა, ანუ რაც ბავშვი ვერ მოვიდა და წიგნებს ჩაიწერს და წავა. ანუ რა წიგნები უნდა სახელმძღვანელოებს რა უნდა და წავა რა და ზის ამ გაკვეთა და გავიდა მეორე გაკვეთა და ზის მეორე დღესაც მოვიდა. მეთქი რა ხდება და მე აღმოაჩინე რომ ეგ იყო ვაკო, ანუ რომ კლასელი იყო თურმე. მამამისი მართლად გულწრფელად გეუბნები, ანუ არც კი მიფიქრია რომ კლასელი იქნებოდა ჩემი. ანუ რო შევხედე, ანუ შანსი არ არის ეს კლასე, ანუ რა ის კლასელი. დიდია ძალიან, ხო. ანუ მასწავლებლის შეყვარებულია, არ ვიცი, ნებისმიერი სხვა რამე შეიძლება და ყოფილიყო კლასელის გარდა. და შენც ეგრე იქნებოდი ალბათ. 27 წელს რო შევხედე სკოლაში. რაღაცა ეგრე მომიწია რა, ბაბუს სახელით ვიყავი, ესეთი ვიყავი. აი ის ხო იყო რაღაცა ბავშვობაში ჩხუბით მოხდებოდა როსლებს ხოლმე რევდნენ, ჩემი კლასი არ რევდა, მე ვიყავს. ხონა დავემშვიდობთ, იმიტომ რომ კი, 18 საათია ჩიპი გადაივსო კი არა? უცე მოდი წეღან ვერ დავასრულე, აგერ ბასტოს შემოღებული ყოფილა YouTube TikTok ედიტორების გათამაშება უფრო სწორად. ხო YouTube ლიგაზე უქნია პირველად და ეხაც დავიწყოთ TikTok editing-ის გათამაშება რა. просто რა უნდა დაედიტონ? რამე თემა ირჩია. ხო, ვიძახ სულ Spider-Man-ის ედიტებს გააკეთე. მართლა. ხა აქ პოდკასტზე ეს ორი ტიპია, რა უნდა დაედიტო? და როგორ არ შეუძლია ჩენ იმაზე ნალაპარაკებზე რა. Spider-Man-ს გეუნები, ირჩიო. Spider-Man-ი აქედან კიდე ბასტოს Spider-Man-ის რამე თემატიკა ჩაუსვიდან მესის, აქედან კიდე ორი ვიდეო დაიდება ერთი კვირის გამოტოვებით, ანუ ერთი კვირაში ერთი დაიდება, ერთი კვირაში კიდე მეორე. რავი. ეს მე მეორე ვიდეო არ? თუ მესამე ვიდეო? მეორე ვიდეო ხარ შენ ეხა რა, მაგრამ აქედან კიდე დაიდება ორი. იმის ვიზიტები ხარ გავაკეთონ, ბევრი დამიწერდაო რა თქვი. ხო და ნებისმიერ თემას ამოიღებენ, ხო და აქედან ორი ვიდეო დაიდება კიდე და მესამე ვიდეოს გადავიღებ უკვე ჰეშტეგი იყოს რა გაიჩითა ერთი ან რა გაიჩითა გათამაშება, სულ ერთია რომელიც გინდათ. რგჩთ იყოს და რა გაიჩითა
იჯდებოდი მაფიის ღამე ქართული YouTube-ი რომ მეთქი ამ ხელა RGČT იყოს და როგორ იყოს ერთი იყოს მოდი RGČT ერთი რომ აქამდე ჰეშტეგი არ ყოფილიყო ხო აი ხო ჩქავე თუ და გეგონება თუ რა გაიჩნდა RGČT RGČT ერთი დაწერეთ და ნუ ამის მე ორი ვიდეო რომ დაიდება მესამე ვიდეო იქნება უკვე იქვე ვნახავ. რა სათამაშო? მე ედიტები გამიკეთე ძმა და ხო, ეხა მათქმევინა მაინც რა. ხო და მესამე იქნება ვიდეო, ვისაც მეტი ნახო კომენტარი ჩართულობა იქნება და მომეწონება, ან ერთ სტილში თუ არ იქნება, სექშოპიდან რამე ნებისმიერ ნივს გადავცემ. ან ეგ მეზარება და 200 ლარს გავათამაშე მოდი დასაწყისზე, იმიტომ რომ პატარა არხი ვარ და სპონსორი თუ შემომეწი 220 გათამაშე 220 ლარს გავათამაშე 20 ლარი ბასტოსი იქნება ხელს მოვაწერინებ და ისე მივაწვდი ვინმეს იმ 20 ლარს გამოგზავნი შენ ენდ მეწარმე ხარ ან რამდენი როგორი ბეგრები არა მცირე 1% ბეგრები ხო გადმოგერიცხავ ხო 21 ლარს გადმოგერიცხავ არა 22 უნდა გადმოგერიცხავ ანუ ქეშად ვიზავ და იმას ვიზავ შავი ბოტერია არა 21 უნდა გადმოგერიცხავ 20 თეთრი არის ბაზარი არა ხო და ბასტოს ხელმოწერიან 20 ლარიანს მოვაყოლებ მე ხა 20 თეთრს გადმოგერიცხავ 20 ლარს და 20 თეთრს რა მე მეტი საჩუქარი რა უნდა 220 ლარი და 20 თეთრი თამაშდება 20 და 22-ის გადმორიცხვა მიწევს კაროჩი 24-ის იმიტომ რომ 24-ისაც დაიბერე ბიჭო ვაფშე ქეშით უნდა მივცოთ იმიტომ რომ ხელი უნდა მოგაწერინა შევპირდი ხალხს ეხა განახებთ როგორ ყველა გპირდებათ რაღაცებს. არ უეჭველი მოვაწერინებ ხელს მოიცა. მე არ მოგიწერ. წერტილს და osmevინო ხა. რო გაიჩნდება ავი ღამის 4 საათია მეგობრებო დილიდან აქ ვარ. ხო აი ესე ხო და რამდენი ხანი ვიყავით აქ ერთხელ არ გითქვია. გამარჯობათ მეგობრებო მე ვარ ეს ამ ხელა შრომას ვდებთ და გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და კომენტარებს დაწერეთ რა გინდათ. არაფერი. ეგ არის ჩარტყდა